მოგესალმებით, გამარჯობა. ალბათ სათავეში ნახავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მე ვარ გიორგი ვართუმაშვილი, გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორი. როგორც მაგომ უკვე თქვა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ესე იგი, ჩვენს პროფესიაზე, გრაფიკულ დიზაინზე. და ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება, რომ თქვენს დასვათ ხოლმე კითხვები, რაც დაგაინტერესებთ ხოლმე პირველ ნაწილში. და ხო, შემდეგ გადავალთ უკვე თვითონ პროცესზე, რომ უკეთესად წარმოიდგინოთ, უბრალოდ პრაქტიკულად რასთან გვაქვს ხოლმე საქმე გრაფიკული დიზაინის ყოველდღიურობაში. ასე რომ დავიწყოთ პატარა პრეზენტაციით. კი, გიო, თუ შეიძლება ერთი კითხვა მე გამომრჩა. მეგობრებო, თუ შეიძლება ხელი აწიეთ, ვისაც გაქვთ უკვე შეხება გრაფიკულ დიზაინთან და რომელიმე პროგრამას მაინც ფლობს რაღაც დონეზე. Photoshop-ს, Illustrator-ს, ან InDesign-ს ხელი აწიეთ. გრაფიკულმა დიზაინერებმა რომაც ოკეი, საკმაოდ ბევრი არის ხო? კი, მშვენიერია. დაგვიწერეთ მერე თან რომ პროგრამებს ფლობთ. მადლობა. ოკეი, ესე იგი. როგორც თქვი, თავარი თემა არის დღევანდელი გრაფიკული დიზაინი. და ხო, ფაქტიურად ყველაფერი არის პროფესიის გზამკვლევის ფარგლებში. და პირველი ძირითადი კითხვა მეგობრებო, რაც ალბათ ბევრს გაინტერესებთ, ვინც ჯერ არის საერთოდ რაზე არის ახლა საუბარი, ესე იგი ვინ არის გრაფიკოს დიზაინერი. ან გრაფიკული დიზაინერი ზოგი მას ეძახის, ზოგი მე გრაფიკოს ვეძახი ხოლმე უფრო ხშირად. ხო, ვფიქრობ, რომ უფრო მარტივი არის, რომ ვისაუბროთ, ესე იგი, ვინ არის გრაფიკოს დიზაინერი, როცა ვიცით საერთოდ რა არის გრაფიკული დიზაინი. მარტივად, ესე იგი, რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრაფიკული დიზაინი ეს არის ვიზუალური კომუნიკაცია. Okay? ვიზუალური კომუნიკაცია შეიძლება იყოს ილუსტრაცია, შეიძლება იყოს პოსტერი, შეიძლება იყოს ხო რაღაც წარწერა, ანუ მოკლედ ბევრი, ასე ვთქვათ, გზები არის ვიზუალური კომუნიკაციის და გრაფიკული, ასე ვთქვათ, დიზაინერის მოვალეობა არის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გამარტივებულად და ეფექტურად გადავცეთ კონკრეტული იდეა რაღაც აუდიტორიამდე. Okay? Ალბათ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ესე იგი გრაფიკული ელემენტების დახმარებით. შეიძლება ხო ცოტა ბევრი იყოს, იმიტომ რომ საერთოდ საკმაოდ რთული გასაცემი პასუხი არის ერთი სიტყვით, რა, ანუ რა არის გრაფიკული დიზაინი, მაგრამ აი რაც უფრო, ასე ვთქვათ, მეც ვისაუბრებ, მით უფრო გამარტივდება, ასე ვთქვათ, აღქმა თუ რაზე არის ლაპარაკი. ხო, რა მოვალეობები აქვს, ესე იგი, გრაფიკოს დიზაინერს. აქაც ცოტა განსხვავდება ზოგიერთ შემთხვევებში, მაგრამ ნახეთ, რომ გავაერთიანოთ ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩვენ ვქნით ვიზუალურ მასალას ბრენდის საჭიროებიდან გამომდინარე, ოკეი? ხო, ეს შეიძლება იყოს დასაბეჭდი მასალა, შეიძლება იყოს ბანერი, შეიძლება იყოს ფლაიერი, შეიძლება იყოს უბრალოდ სოციომედია ვიზუალი, რომელიც ინტერნეტში დაიდება. ოკეი? ანუ ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო არჩევანი გვაქვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია, საკმაოდ ბევრი ამზეკეთება შეუძლია გრაფიკოს დიზაინერს. თუმცა აქ პატარა გეუწრილმანი არის, რომ ნახეთ, ზოგი უფრო, ასე ვთქვათ, სპეციფირდება ხოლმე რაღაც ერთ კონკრეტულ კატეგორიაზე. შეიძლება მაგალითად ზოგი უფრო ბრენდინგს აირჩევს და აი მხოლოდ ბრენდინგზე იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას უფრო მეტად სოციომედია ვიზუალებს კეთება მოწონს. მე მაგალითად ჩემი გამოცდილებიდან უფრო მეტად სოციომედიაზე ვმუშაობ ხოლმე ხშირად. რა თქმა უნდა, შენ ასე ვთქვათ, ელემენტებზეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო სოციომედიაზე. ხო, ესაც ეხება მოვალეობებს, საკმაოდ ფართო სია არის, ანუ და აი წეღან კითხვა იყო, მოგვიწევს თუ არა სურათების დამუშავებაო, ხო, ანუ რა თქმა უნდა, დაგვჭირდება და რა თქმა უნდა მოგვიწევს და ვისწავლით ასევე ჩვენს კურსზე
სურათების დამუშავებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მაგალითად კლიენტი გვიზიარებს ხოლმე რაღაცა სურათის მასალას, რომც იყოს პროფესიონალური გადაღება, მაინც სჭირდება ხოლმე დამუშავება. მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ხოლმე სამწუხაროდ საშუალება, რომ პროფესიონალური გადაღებული მასალა მოგაწვინონ, ამიტომაც მაქსიმალურად გვჭირდება სურათების განახლება და დამუშავება. ანუ სურათებთან მუშაობა რა თქმა უნდა ასევე მოგვიწევს. ხო, შემდეგ ესე იგი უნარებზე ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, უნარებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ფასდება ძალიან კრეატიულობა და ნახეთ როგორ არის, რომ გრაფიკული დიზაინი ხელოვნებისგან ოდნავ ჩემერთ განსხვავდება, იმიტომ რომ ხელოვნებაში ჩვენ უფრო მეტად ემოციებზე გვაქვს აქცენტი და გვსურს რაღაცა კონკრეტული ხასიათის გადაცემა, או შეიძლება ეს რაღაცა პირადი თემაც იყოს, ოკეი? თუმცა ნახეთ ეს ასეთი, ანუ გრაფიკულ დიზაინში უფრო კომერციული მხარე აქვს ამ ყველაფერს, თუმცა ნახეთ კრეატიულობა მაინც ფასდება, იმიტომ რომ ფაქტიურად რაც უფრო საინტერესო და კრეატიული ვიზუალი იქნება, მით უფრო კარგ შედეგზე გავალთ დიდი ალბათობით. სხვა შეიძლება ზოგი ფიქრობს ხოლმე, რომ შეიძლება ძალიან, ოკეი, მე ძალიან კრეატიული ადამიანი არ ვარ რაღაცა მსგავსი, თუმცა, ანუ დამიჯერეთ აქ ყველაფერი უბრალოდ გამოცდილების საქმე არის და შეგიძლიათ უბრალოდ ათვალიეროთ ნამუშევრები, ათვალიეროთ საინტერესო პროექტები მთლიანობაში და უბრალოდ დაგროვდება ეს გამოცდილება რა არის საინტერესო, კარგი და ასე შემდეგ, ანუ ეს კრეატიულობა ჩემერთ დახვეწადი არის ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ მაგალითებით მაქვს ასეთი შემთხვევების, რომ სრულიად დახვეწადი არის ეს ყველაფერი. მოქნილობას რაც ეხება. ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ მოქნილები უფრო ტექნიკურად, იმიტომ რომ მაგალითად მე დღემდე, ანუ ეს პროგრამები ვიცი, თუმცა მჭირდება ხოლმე რაღაც ახალი დეტალის მოძიება, დამუშავება. შეიძლება ისეთი რაღაც სპეციფიური დავალება არის task-ი, რომ უბრალოდ არ ვიცი შეგეკეთება, მაგრამ უნდა მოვიძიო. ანუ უნდა სწრაფად შეძლოთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია, გაფილტროთ და მოვარგოთ, ასე ვთქვათ, თქვენს დავალებას, თქვენს ნამუშევარს. ანუ მოძიება და რესურსების გამოყენება, ანუ პირიქით კარგი არის და ნებისმიერ რესურსის გამოყენება ოკეი არის ჩემი აზრით. ანუ ამაში ჩადის, ChatGPT-ც და ყველაფერი, ანუ ყველა ხერხი, ყველა გზა. ნინიც აქვს ხელი აწეული? ხო. ნინი. ნინი. დაგეჭირათ ხელი ალბათ? ოკეი. არა უშავს. გავაგზავნე. ოკეი, ესე ვთქვა მოქნილობას. შემდეგი რაც გვჭირდება, ეს არის დროის მართვა. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. იმიტომ რომ ფაქტიურად, ნახეთ, დასაწყისში შეიძლება ჩვენი ტემპი იყოს რაც საშუალო, ოკეი, შეიძლება ნელი იყოს, შეიძლება საშუალო. მე ეჭვება რომ სწრაფი და კარგი იყოს დასაწყისშივე, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია მაგ შედეგის მიღწევა. ამიტომაც უნდა ვეცადოთ რომ შევეჩვევთ თავიდანვე სწორად გავანაწილოთ ჩვენი დრო. იმიტომ რომ ნახეთ, შეიძლება დასაწყისში მართლაც რომ არ იყოს ბევრი დაკვეთა რაღაც მსგავსი, მაგრამ უკვე მომავალში, როდესაც გემატებათ კლიენტები, გემატებათ დავალებები და ასე შემდეგ, ძალიან ფასდება, რამდენად სწრაფად შეძლებთ დავალების შესრულებას. იმიტომ რომ როგორც თქვი, ხელოვნებისგან განსხვავდება ეს იმით, რომ ჩვენ აგვაქვს დედლაინი, შეიძლება ნახატი ხატოთ რა მთელი თვე, 3 თვე ან ნახევარწელი, მაგრამ ვიზუალები უნდა დამზადდეს რაღაც კონკრეტულ დროში. ოკეი? ანუ იქნება ეს პოსტერი, ლოგოტიპი თუ ბრენდი, ანუ ყველაფერს აქვს თავისი დედლაინი. და მე პირადად ვთვლი, რომ დრო ძალიან ფასდება. რა თქმა უნდა, ხარისხი ამის ხარჯზე არ უნდა დაიკლოს, მაგრამ ნუ გამოცდილებასთან ერთად ორივე ჩემერს დაიხვეწება. ხო, ესეც ხდება დროის მართვას. და მეოთხე, ეს ჩემი ჩამატებული არის ასევე ემოციური ინტელექტი და გეტყვით რას გულისხმობ ახლა ემოციური ინტელექტში. უბრალოდ თავიდანვე მინდა ვთქვათ, გქონდეთ სწორი წარმოდგენა ისთვის უნდა იყოს მზად, ოკეი? იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს რომ მარტო კრეატიულობა არის საჭირო, მარტო მოქნილობა და ასე შემდეგ, თუმცა მე ვთვლი რომ ჩვენ გარდა იმისა რომ ვქნით დიზაინს, ასევე ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია, ოკეი? შეიძლება იყოს გუნდის წევრები, შეიძლება იყოს დამკვეთი, იმიტომ რომ ყოველთვის არ არის მაგალითად ისეთი შემთხვევა, რომ მუშაობთ მარტო თიმში, შეიძლება მაგალითად მუშაობდეთ პირდაპირ, ანუ რაღაც კლიენტთან უბრალოდ. და ამ შემთხვევაში სასურველი არის რომ აქაც იყოს ასე ვთქვათ, უფრო მოქნილები კომუნიკაციაში და ჩემი პირველი რჩევა არის რომ ალბათ დისტანცირდეთ ხოლმე
თქვენი ნამუშევრებისგან ემოციურად, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, რომ მაგალითად რაღაცას აკეთებ მთელი კვირა, გადაგზავნით და შეიძლება არ მოეწონოთ, ოკეი? ანუ ამის მზად უნდა იყოთ და მიხვდეთ, რომ ოკეი, ეს პირადული რაღაც არ არის, ამით არ ამბობენ, რომ ეს შენ ცუდი დიზაინერი ხარ რაღაცა მსგავსი, უბრალოდ ამის მზად უნდა იყოთ, ოკეი? და მგონია რომ რაც უფრო ასე ვთქვათ მეტი გამოცდილება გექნებათ, აქაც უფრო მეტად შეერჩევით ამ რაღაცას. ანუ მე კი არ ვამბობ, რომ შეერჩევთ ცუდ კლიენტებს და რაღაც ტოქსიკურ ხალხს, უბრალოდ არ უნდა მიიღოთ ეგ პირადად. ხო, აი ამ დეტალის დამატებაც მინდოდა, ვფიქრობ, რომ ეს გამოსადეგი იქნება თვითონ პროცესში. ხო, რაც ხება ტექნიკურ უნარებს, ოკეი, ეს შემეშ ყველაზე სახალისო არის პირადად ჩემთვის თავიდან, როცა ანუ გავდიოდი Photoshop-ს, რაც ჯადოქროვები ხდება რა ყველგან. და მგონია რომ თქვენსაც საინტერესო იქნება. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება თქო ტექნიკური ნაწილი, უბრალოდ ახლა რა შეერს საქმე. ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ორი ძირითადი ნაწილი. ნახეთ? არის პროგრამების ნაწილი, Photoshop, Illustrator და InDesign და ასევე არის მეორე, დიზაინის ნაწილი. დიზაინის ნაწილში ჩვენ გავდივართ კომპოზიციას, ფერებს, ტიპოგრაფიას და ასე შემდეგ. ოკეი, ანუ ჩვენ გვჭირდება ცოდნა როგორც ტექნიკური ანუ პროგრამების, რომ უბრალოდ სწრაფად ვიმუშაოთ, სწრაფად ამოვჭრათ, სწრაფად რაღაცები დავარედაქტიროთ. ხო ეს უბრალოდ აი ხო ინსტრუმენტივით არის ჩვეულებრივად და მეორე ცოდნა ეს არის უკვე გადაწყვეტილების მიღებისთვის. ანუ როცა ჩვენ რაღაცას ესე იგი დიზაინს ვქნით, ფაქტიურად ყოველ ჯერზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სად რა უნდა იყოს, რა პროპორციით, რა ფერები უნდა შევარჩიოთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს მართლა. და ხო, გონია რომ უბრალოდ აი ეს მეორე ნაწილი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ შეიძლება ხელსაწყოები რაღაც იდეალურად არ ვიცოდეთ, მაგრამ დიზაინზე უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივხვდეთ რა მუშაობს და რა არ მუშაობს. ხო, აი ეს ასე ვთქვათ, ჩემი ეს ტექნიკური არის მაინც უფრო, ეს ტექნიკური უნარები უნდა თქო უნდა ვიცოდეთ. ოკეი, საკმაოდ ბევრი სლაიდს გავიარე, რამე კითხვები ხომ არ გაქვთ ამ თემებთან დაკავშირებით, რომ ძალიან სწრაფად არ ჩავიქრო პრეზენტაციას. Any questions? მგონი ისეთ ანვიდეულად და ზუსტად რაც გვაინტერესებს იმათზე ისაუბრე, რომ მეც რამე კითხვა ახალი არ გამიჩნდა, რომ დავსუსტო. Okay, კარგი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ დამწყებებს მაინც უწევთ თავიდან ისე გავლა გზის, რომ თუ არ ყავს მრჩეველი, შეიძლება რაღაცა დასევდიანდე მაგ რაღაცების გამო, დაწუნების გამო და რაღაცა უკავშირის გამო და მიმღებლობა არ გქონდეს და ეს გამოსილი ადამიანისგან ეს რჩევები უმნიშვნელოვანესია, რომ იცოდე, რომ ეგეთი რაღაცები ხდება და სრულიად ნორმალური არის რა. ყველაფერი მოეწონოს, ესეთი რაღაც არ არსებობს. აი მილიონიანი ანაზღაურება რომ აქვთ ადამიანებს, შეიძლება მათი ნამუშევრებიც კი რაღაცა 3 ვერსიიდან 2 დაეწუნონ, 1 მოეწონოთ. ამიტომ მაგაზე უნდა გქონდეთ ღიაობა, რომელ პროფესიაშიც არ უნდა იყოთ. საინტერესოდ ხსნითო. მადლობა. მადლობა. კი, გეთანხმები მართლა მასე არის რა, რომ ეს ემოციური ნაწილი მგონია რომ მნიშვნელოვანი არის რა საბოლოოდ, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა ჩვენ ვილად ვისაუბროთ ამ ტექნიკურ რაღაც დეტალებზე, ჩვენ ვიყოთ მზად რომ ასევე მოვიმზადოთ ჩვენი ნამუშევრის ახსნისთვის, მაგალითად რატომ რას ვაკეთებთ და საერთოდ ნახეთ აი როგორ რაღაც არის დიზაინს აქვს თავისი ფუნქცია, ოკეი, ანუ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად რაღაცა მიზნის მიღწევა. ანუ დიზაინი არ არის ასე ვთქვათ გემოვნების საკითხი, ნუ მინიმუმ არ უნდა იყოს გემოვნების საკითხი. ზოგჯერ შეიძლება მაინც მოხდეს მას რაღაცა და დამკვეთს აი უკვე აქვს გეგმები როგორ დააწყო დიზაინი, თუმცა წესი და რიგი თუ მუშაობთ სწორ კომპანიაში და გყავთ სწორი გუნდი, ყველა ხვდება იმას, რომ თქვენ შექმნილ დიზაინს აქვს ფუნქცია და თუ ამ ფუნქციას ასე ვთქვათ ასრულებს, იგი ეს არის კარგი დიზაინი. მხოლოდ სილამაზე ასე ვთქვათ საკმარისი არ არის. ოკეი. მაპეტია კითხვა ქონდა მგონი ნუცას აჩაული ქონდა მგონი თუ დაეკლიკა შეიძლება შემთხვევით აბა ოკეი ერთ ამიგია რაღაც ის გამიჩნდეთ ხო აი მარიამ გისმენთ ოკეი გამარჯობა მოკლედ მომავალი აბიტურიენტი ვარ და გრაფიკულ დიზაინთან ზოგადად შეხება არ მქონია და ასეთ რაღაც მაინტერესებს, რა საგნებით ხდება ზოგადად გრაფიკულ დიზაინზე ჩაბარება და თუ აქვს ეს მეოთხე საგანი და როგორ ხდება მოკლედ ეგ ყველაფერი.
ო, ნახე, ეს რაც ხება უნივერსიტეტის კითხვას სვამდი ალბათობით. კი. ხო, ნახე, მე მაგალითად უნივერსიტეტში გრაფიკულზე არ ჩამებარებია, ასე ვთქვათ, პროფესიული იტვერში ვისწავლე საერთოდ გრაფიკული დიზაინი. ხო, პროფესიული კოლეჯი. ხო, კი ბატონო, 7 წლის წინ და მაგის შემდეგ ფაქტიურად, ის გამოცდილება იყო, პროგრამები შევისწავლეთ და გამოცდილებით, ასე ვთქვათ, დავაგროვე ჩემი ცოდნა. რაც ეხება მაგ კითხვებს, ასე ინფორმაცია სიმართლე არ მაქვს სუსტად სამწუხაროდ. და ხო, საკნებზეც არ ვარ დარწმუნებული, ან რაღაც რო გითხრა შეიძლება შევწდე ასე რომ დავსწრებდი სამწუხაროდ. ხო, ისე არ ვიცი, კარგი ალბათ იქნება, მათი პროგრამა მაინტერესებს, როგორი პროგრამა აქვს, საერთოდ დამაინტერესა. ხო, ამ დროს მე კითხავს რომ ხოლმე თქვენი მიზანი რა არის, რატომ აბარებთ უნივერსიტეტში, თქვათ იქ მულტიდისციპლინარულად ბევრი საგნის გავლა და უფრო სიღრმისეულად კიდეთ ისწავლოთ და 4 წლის შემდეგ პირობითად აიღოთ დაკვეთები თუ უფრო მოკლე გზა, ასე ვთქვათ, როდესაც თქვენ ამ ხელსაწყოებს დაეუფლებით, გამოცდილების დაგროვებას მალევე დაიწყებთ და მალევე გექნება თანაზღაურება. ხანდახან უნდათ რომ სწრაფად დასაქმნენ და ხანდახან არის რომ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის რომ ჯერ კარგად ისწავლონ, ყველაფერს შეეხონ, ასე ვთქვათ, სიღრმეებში ჩავიდნენ და მერე გააკეთონ კარიერა. გააჩნია მოკლედ თქვენს მიზანს. ისეთ ჯერ არ ვარ დარწმუნებული, უფრო მაგ მხრივ მინდა, მაგრამ მინდა რომ ჯერ ვისწავლო და შემდეგ კურსებიც გავიარო და ამიტომ ხო, არის ხოლმე, როდესაც უნივერსიტეტში სწავლობენ და ჩვენთან თან კურსს გადიან და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ იქ რაც ვთქვათ, 1 სემესტრი ან 1 წელზე არის გაშლილი, 2 თვიან კურსზეც ვთქვათ, უკეთეს შედეგზე გადიან რა, იმიტომ რომ კვირაში 2 ჯერ ტარდება ჩვენი კურსის შეხვედრები. ფიზიკურად ტარდება ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში. თითოეული სტუდენტი იღებს ხოლმე დეტალურ უკავშირს თითოეულ დავალებაზე. ყველა შეხვედრის მერე გაქვთ დავალება, ფინალური პროექტი გაქვთ საკმაოდ მსუყე. ფინალური პროექტის წარდგენა სწავლობთ და ყვებით რა გააკეთეთ, რატომ გააკეთეთ და მთელი ამბები. და აი ფაქტობრივად სწავლობთ დემონსტრირებას დამკვეთთან ან დამსაქმებელთან, რომ მოგიწევდათ თქვენს ნამუშევარზე საუბარი. ამიტომ აქ კიდე სხვა უნარებს იძენთ. თან დროის მენეჯმენტიც გჭირდებათ, რომ ლექციიდან ლექციამდე დავალებაში ასრულოთ, მოიძიოთ რაღაცები დამოუკიდებლად ნახოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამ ლექტორთან გვაქვს ჯგუფები, ზოგიერთი სრულად ონლაინ არის, აი გიორგის კურსი მაგალითად მუდმივად ჰიბრიდულად არის ხოლმე, შეხვედრების უმრავლესობა ფიზიკურად ტარდება, უბრალოდ ჰიბრიდულად, ანუ ვინც თქვათ ფიზიკურად მოვა ფიზიკურად ხვდებით, თუ ონლაინ ესწრება ან ბათუმიდან ან რა ვიცი დიდი ბრიტანეთიდან ერთობა, ისინი ონლაინ ესწრებიან, რა თქმა უნდა, სრულიად უპროგრამოდ ჩანაწერებიც კეთდება და მეორე დღეს ეგენით ზიარდება ხოლმე. ამიტომ გააჩნია ხო, რა ვიცი. უბრალოდ ბევრიც გამიგია კომენტარის სახით მე აკადემიურს იღებენ, რადგან მუშაობას იწყებენ ხოლმე ხვდებით, ანუ ეს კურსები რეალურად ვისაც ნულიდან უსწავლია, უამრავი შემთხვევა გვაქვს, ვინც დასაქმდა და როდესაც დასაქმდა, მე რთულია ბაკალავრიატში სწავლის ხელშეწყობა და აკადემიურს იღებენ ხოლმე. თქვენის გადასაწყვეტია, ჩვენ არ ვართ აკადემია, რომელიც უნივერსიტეტებს აშავებს პირიქით, მივესალმებით, უბრალოდ რაღაცა პროფესიები არის, გააჩნია თქვენ რა მიზანი გაქვთ. ამის მიხედვით შეიძლება რომ უბრალოდ გირჩიოთ რომ ისწავლოთ თუ არა 4 წელი ეს და ეს აი პროგრამირებასაც ესე ითვლება 4 წელი პროგრამირების უნივერსიტეტში სწავლა შეიძლება არავინ გირჩიოთ იმიტომ რომ ტექნოლოგიები იცვლება რაღაც ენები აღარ არის ისეთი ტრენდული დასაქმების ბაზარზე და 4 წლის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ რომ რაღაცა რაც ისწავლეთ ახლა აღარავის ჭირდება და ამიტომ მაინც მნიშვნელოვანი არის რომ აწმყოშივე რაღაცას რომ ისწავლით თან გამოიყენოთ და თან მოთხოვნადი იყოს Smart Academy-ში ეს კურსები რაც გვაქვს, ყველა მოთხოვნადი არის და ამიტომაც არის ესე წლების განმავლობაში შენარჩუნებული სტუდენტებისგანაც რეკომენდაციები, ვინც დაასრულა და მერე უწევს სხვებს რეკომენდაციას და სხვათა შორის ბოლო პერიოდია კურსის გახსნაზე დაიწყო ესეთი პასუხი, რომ ChatGPT-ც ურჩევს Smart Academy-ას და ძალიან გვიხარია ხოლმე, რომ ChatGPT-ს როცა რჩევას ეკითხება. სხვათა შორის მეც მიკითხავს და ურჩევია. ძალიან მიხარია. ხო, ესეთი უცნაური რაღაც წამოვიდა
ტენდენცია, ადრე რეკომენდაციები იყო ხოლმე, რომ ძველი სტუდენტისგან ან ნაცნობისგან გაიგეს, რომ სანდო აკადემია ვართ და მე უკვე ChatGPT-ც ამაზე დაყრდნობით როგორც ჩანს შეისწავლა და ესე პასუხებს ცემს. ვაუ, ეგ არ ვიცოდი. მაგარია. კი, ძალიან მაგარი. სხვათა შორის სმარტობებზე ჩვენი დამფუძნებელი კომპანია რაც არის სმარტობი, მანდაც სხვადასხვა იმით სერვისით, როდესაც ChatGPT-ს შეკითხები, სმარტობებს ურჩევს და ახლა რატის რომ ურეკავენ ხოლმე, მოკლედ ბოლო დროს ChatGPT-მ გვერდჩია რომ სმარტობში დაგვერეკაო. ანუ აქამდე ხო Google-ში იყო ხოლმე პირველ ადგილზე და ახლა უკვე ChatGPT-ში სერჩავენ. მანდაც ესე ვარდება. ოკეი, კითხვებს წავიკითხავ, კომენტარებს უფრო სწორად. პროფესიის ჟურნალისტი ვარ და მადლობა რომ ესე გვიხსნით, ასევე ჩემს ტელევიზიაზეც გვჭირდება დიზაინები და მომავალში გამომადგება ასევე ვითარდებით ბავშვები და ზრდასრული პირები. კი ბატონო. სხვათა შორის გიო, ეხლა რომ მყავდა ჯგუფში, არ მახსოვს ეხლა ამაზე საუბარიც დიდად არ ღირს, მაგრამ სხვებთან შედარებით მოკლედ იყო, დაახლოებით 40 პლუს იყო, ხო, ის ადამიანი, ერთ-ერთი კარგი პროექტი ვისაც ჰქონდა და ნულიდან ისწავლა იმ ქალბატონმა, როგორც მახსოვს. კი. თავისი კომპანია ჰქონდა მეგობრებო და ზუსტად აპირებს რომ უფრო ესე კარგად მიუძღვნას რომ მოკლედ ამ ამბებს თავისი ბრენდინგით და ამბებით და ზუსტად ფინალური პროექტიც მაგაზე გააკეთა და მოკლედ ასაკს მართლა არ აქვს მნიშვნელობა თუ გადაწყვეტთ რომ რაღაც ახალი ისწავლოთ. ანუ მე იმდენად ისეთი ასე ვთქვათ გამოცდილება მაქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაც უყურებ ხო ტექნიკასთან შედარებით ნუ ჩემი მშობლებიდან გამომდინარე ძალიან ცოტა ნელები არიან ხოლმე მაგრამ სრულიად სხვა შედეგები იყო ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი არის მაინც არ ვიტყვი სახელგვარს მაგრამ ხო ანუ ძალიან შთამბეჭდავი რეზულტატები იყო მართლა იმიტომ რომ რესურსით ჩადო არც ეშინო და იმიტომ რომ კი ანუ ასაკის თემა ხა და ანუ საერთოდ არ იყო ასაკის თემა ძალიან დისციპლინირებული და მონდომებული ადამიანი არის მართლა და ხო ცოტა შოკში ვარ ახლაც კი მართლა კი ბატონო ესე გრაფიკულ დიზაინზე თუ გაქვთ ონლაინ კურსი გვაქვს კი ბატონო რა პერიოდს მოიცავს ორთვიანი კურსები არის და დაგილინკავთ ცოტა ხანში დასაწყისში რომ ახსენეთ ხოლმე რა მასტერ კლასები ტარდება ან სადნახოთ თქვენს Facebook გვერდზე დევს თუმცა Smart Academy-ის საიტზე ივენთების კატეგორიაში რომ გადახვალთ მანდ ნახავთ მათ შორის აგვისტოში რა მასტერ კლასებიც იქნება მაგასაც დაგილინკავთ და შეგიძლიათ ნებისმიერზე დარეგისტრირდეთ ხვალ ერთი ტარდება 7 საათზე UX UI copywriting-ის შესახებ და მეორე ტარდება 9 საათზე სოციალ მარკეტერის. ორივე იქნება ძალიან მაგარი. დარწმუნებული ვარ, იცნობთ მაგ ლექტორებსაც. კეთი დიასამიძეს მინიმუმ რასად როდისში თამაშობს და ვინცად ენერგით თვალს უცნობლად გეცნობებათ. რომელ ტელევიზია ხო, სრული კურსის გავლის შემდეგ დასაქმება შესაძლებელია? კი ბატონო, შესაძლებელია აბსოლუტურად. სხვათა შორის Smart Academy-ში მუშაობს ზუსტად გრაფიკული დიზაინერი, ორი ყოფილი კურსდამთავრებული. ერთი, რა ვიცი, 3 თუ 4 წლის წინ რომელმაც ისწავლა და ერთმა კურსის დასრულებისთანავე სტაჟირებით დაიწყო და უკვე სრული კონტრაქტიც გავაფორმეთ. ძალიან მაგარი ბიჭია, აღმოჩენა ნიკოლოზი. ძალიან დისციპლინირებული ისიც ასე ვთქვათ ღია ვერსიების გაკეთების მიმართ და ასე შემდეგ დაუზარელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია კარიერის პირველ ეტაპზე და ზოგადადაც რომ რაც მეც ვარჯიშობ და აკეთებ რაღაცებს რა თქმა უნდა მეტად ვითარდება ტექნიკურადაც ხელი უფრო სწრაფდება და რა თქმა უნდა უფრო სწრაფად აკეთებ რაღაცას და მეტი დრო გაქვს თუნდაც დასვენებისთვის და მე რა ვიცი ფრილანსერი თუ ხარ და ასე შემდეგ 1000 რაღაცას ასწრებთ პარალელურად რომელ ტელევიზიაში მუშაობთ ეს რომ პასუხობთ თქვენ ისე თქვენ გწერთ სერტიფიკატი არის 70 ქულის ზემოთ 100 ქულიანი სისტემაა და თითოეულ დავალებაში იწერება ქულები და ფინალურ პროექტს აქვს ყველაზე მსხვილი წონა ამ პროექტის ფარგლებში 60-მდე უფასო მასტერკლასია დაგეგმილი და ეხება სხვადასხვა პროფესიას შეგიძლიათ ნახოთ დაახლოებით 23-მდე უკვე არის დაფაბლიშებული საიტზე და შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კურსის ფასრად შეეხება მაგასაც დააგლინკავთ უშუალოდ გიორგის შეხვედრას რადგან ესწრებით ფასდაკლებით ახლა არის ძალიან დიდი ფასდაკლება ხვალ საღამომდე არის ეს ფასდაკლება იმიტომ რომ მე იქნება ფასდაკლება მაგრამ ამხელა აღარ ამიტომ ვინც დაგეგმავთ გირჩევთ რომ ხვალის ჩათვლით დაგვიკავშირდეთ და დაჯავშნოთ რაღაც ნაწილი მაინც გადაიხადოთ ხომ სასექტემბრო ჯგუფში იწყება სწავლა 1 სექტემბერს
1 სექტემბერს იწყება. ყველა კურსი არის ანა ფასდაკლება აბსოლუტურად ყველა კურსი არის მიმდინარე ფასდაკლება. უბრალოდ ყველაზე სხვადასხვა ზოგზე 400 ლარიანია, ზოგზე 300 ლარიანი და ასე შემდეგ და შეგიძლიათ დაათვალიეროთ საიტზე. ბაზალტმიქი რა ხო მოკლედ საიტიდანვე შეგიძლიათ რომ სცადოთ რამდენიმე ბანკის განაწილება. ერთი არ დაგიმტკიცებათ, მეორეს ნახავთ, გვაქვს Top Card-ით გადახდა 8 თვეზე, სრულად უპროცენტოა, TBC განაწილება, ბოგის ნაწილ გადახდა, კრედოს 4 თვიანი უპროცენტო და Silk Baratit-იც 4 თვიანი სრულად უპროცენტო. ღირს 1100 ლარი კი. და ფასდაკლებით აი ამ 8 თვეზე განაწილების შემთხვევაში Liberty Top Card-ით თუ გადაიხდით 138 ლარი გამოვა სრულად უპროცენტო ყოველ თვე ჩამოგეჭრებათ. მიკითხვა შემოვიდა ერთი არის ელენესგან, გამარჯობა, მხოლოდ კრეატულობა კარგი ხედვა და Photoshop-ის სპეციალური ცოდნა საკმარისია დასაწყისისთვის. თუ რაიმე განსაკუთრებული უნარი არის საჭიროა ხო და თუ ეს კითხვა არის იმაზე ჩვენი კურსი დასაწყისისთვის, ანუ როგორ თქვა, არ ჭირდება, ასე ვთქვათ, რამე განსაკუთრებული ცოდნა, ყველა რაც ჩამოთვალე, ეგ უბრალოდ უპირატესობა იქნება ფაქტიურად, თუ კურსის დაწყებას გულისხმობ. ხო, შემდეგი როგორი ანაზღაურებაა და სერტიფიკატი გაიცემა ინგლისურ ენოვანი, გვაქვს ხოლმე დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ხვდებით დიზაინის სხვა კურსდამთავრებულებსაც და ძალიან სახალისოა ხოლმე ვერთობით გათამაშებები გვაქვს ხოლმე, პარტნიორები გვაქვს ხოლმე და მოკლედ ძალიან კარგი აურა ხოლმე. გონიერი თუ ვწდები. ისმენთ ნინი. რაც მაინტერესებს მე. ეხლა ხვალამდე არის ფასდაკლება. მაგაზე ვაპირებ რეგისტრაციის გავლას და ეს ონლაინ არის. ანუ ონლაინ შეგიძლიათ დაესწროთ სრულად კი. უბრალოდ თუ შესაძლებლობა გექნებათ, ჩატარდება ხოლმე ფიზიკურადაც გარკვეული შეხვედრები და შეძლებთ რომ მოხვიდეთ. თორემ ისა სრულად ონლაინ შეგიძლიათ უპრობლემოდ. ხოდა ანუ თქვა ფიზიკურად მოვიდე, ანუ განსხვავებაში ისეთი ეფექტური იქნება ეს კურსი როგორც ონლაინ დამოკიდებული ბათუმიდან ერთობიან ხოლმე, ყოფილა ესპანეთიდანაც, როდესაც ესწრებოდნენ და თქვენზე არის დამოკიდებული რა დროს დაუთმობთ. კარგი იქნება თუ მეორე მონიტორიც გექნებათ, სადაც ნახავთ რომ ლექტორი რასაც ხსნის იქ ერთ ეკრანზე დაინახავთ იმას და მეორე ეკრანზე თქვენ გაიმეორებთ ხოლმე. ან მე ჩანაწერებისთვის თუ გექნებათ რომ ჩანაწერები დააპაუზოთ და ხელმეორედ ნახოთ და გაიმეოროთ რაღაცაში თუ გაიჭედებით, მოკლედ არანაირი პრობლემა არ წლები ასე ვასწავლით და ასე რომ სრულად უპრობლემოდ გავლიათ. თავარია თქვენ რა დრო გექნებათ და შიში არ უნდა გქონდეთ პროგრამის, რომ რაღაცეები აწვალოთ, დაუშვათ შეცდომები, რაღაც გააფუჭოთ, გააკეთოთ. მოკლედ, ბევრი რაღაც უნდა სცადოთ და არ იფიქროთ, რომ ან თქვენი არ არის, ან ვერ შეძლებთ. ნებისმიერ შეუძლია, ვინც დროს დაუთმობს. მადლობა. არაფრის. ოკეი. გონი შეგვიძლია გადავიდეთ ხო შემდეგ თემაზე. თუ კიდევ რამ კითხვები არის კიდევ UX design ცალკე გვაქვს კი და დაგილინკავთ მაგასაც, მაგაზეც ჩატარდება მასტერკლასი, შეგიძლიათ ნახოთ აგვისტოს რომელიღაც თარიღში არის ჩანიშნული. თუმცა თუ კურსებთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, ხვალ დაგვიკავშირდით, ხვალ საღამომდე არის ეს დიდი ფასდაკლება და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, ძველ ვიდეოს დაგილინკავთ, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვატარებთ წლის განმავლობაში 4-5 ჯერ მაინც ვატარებთ ხოლმე ასეთი ტიპის მასტერკლასებს და შესაბამისად თუ მოგინდებათ რომ ლექტორი გაიცნოთ, ნახოთ როგორ ხსნის და ასე შემდეგ, ძველ ჩანაწერს გაგიზიარებთ და ჩამოგიყალიბდებათ წარმოდგენა. კი, შესაძლებელი იქნება. მაიას უპასუხე, რომ სრულად ონლაინ დაესწროთ. ჰიბრიდული ოფშენი გვაქვს, რომ ვინც თბილისში იქნება და შეძლებს, ჩვენ welcome ვართ და გაგვიხარდება, რა თქმა უნდა. თუმცა თუ ვერ, ამ შემთხვევაში სრულად ონლაინ ჩაერთვება. თავარია რომ აი მობილიზებული იყოთ, რომ კამერა ჩართოთ, აი 100%-ით ფოკუსირებული იყოთ ლექციაზე.
რაღაცები ჩაინიშნოთ თუ თქვათ იმედი არ გაქვთ რომ თქვათ მე და გამახსოვდებათ ტერმინი და თქვენი თვისებების მიხედვით მოირგოთ ეს ყველაფერი რა. ყველა სხვადასხვანაირად ახლოს არის ამ პროგრამთან. ზოგს გაუხსნია და გაუკეთებია რაღაც, ზოგს საერთოდ არ ქონია შეხება. თვითონ პროგრამების ინსტალაციაშიც დაგეხმარებით. ამ მასტერკლასზე სერტიფიკატი არ გაიცემა, ეს არის ღია შეხვედრა, სადაც საინფორმაციო ხასიათი აქვს და შესაბამისად აქ არ გაიცემა რაიმე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თუმცა მადლობა. დიდი მადლობა. ოკეი, გავაგრძელოთ, მეგობრებო, ძალიან ესეთი ვრცელი შეხვედრა გველის წინ და გთხოვთ რომ ბოლომდე დარჩეთ და კარგად შეიგრძნოთ, რას მოიცავს ერთ-ერთი დავალება გრაფიკული დიზაინერის. საკმაოდ კარგი კითხვები არის, ყველა რაც დასკვნილი აქამდე. ხო, ესე იგი, თქვით განვიხილეთ კიდევ ერთხელ ტექნიკური უნარებიც, ეს ორი რბილი უნარები, ტექნიკური უნარები, რაც ორივე რა თქმა უნდა დაგჭირდება და კურსის განმავლობაში ყველაფერს გავდივართ, რომ ეს ყველაფერი დაიხვეწოს. და მგონი ჩატში იყო ასევე ერთი კითხვა ანაზღაურებაზე, ქართულ ბაზარზე. და ზუსტად ეგ იყო შემდეგი ჩვენი თემაც. ესე იგი, ანაზღაურება ქართულ რეალობაში. ბევრი კითხულობს ხოლმე კურსამდე, კურსის შემდეგ ანაზღაურებაზე რამდენი უნდა ავიღო მაგალითად ან პოსტში, ან დაკვეთაში, ან უბრალოდ full time, ანუ სრულ განაკვეთზე სამსახურში რამდენი უნდა ვთხოვოთ. ძალიან რთული არის ამ ჩემთვის პირადად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მე თვითონვე ფაქტიურად რაღაც დონემდე კიდევ გარკვევის პროცესში ვარ, იმიტომ რომ ნახეთ, უცხოურ ბაზარზე სრულად სხვა სამყარო არის, სრულად სხვა ფასები არის და სხვა მოთხოვნა არის ამ პროფესიაზე. და უბრალოდ მოიძიებთ ჩვეულებრივ ინფორმაციას ან Google-ში ან ChatGPT-ში შეკითხებით, მიხვდებით რომ ხო, უცხოეთში გაცლებით უფრო შეიძლება მეტი ანაზღაურება არის, მაგრამ ჩვენს რეალობაში შეიძლება დაახლოებით, ოკეი, ეს არის დაახლოებით, რომ დავყოთ სამას კატეგორიად, ხო, ანუ junior დიზაინერებს, ანუ დამწყებ დიზაინერებს, რომლის გამოცდილებაც დაახლოებით, ესე იგი 0-დან 2 წლამდე არის. ალბათ ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება, თუნდაც ასე ვთქვათ, დიზაინის პროცესში, ან უკავშირის დახმარებით, არის ხოლმე დაახლოებით ასეთი რეინჯი, შეიძლება იყოს 800-დან 1500-მდე დაახლოებით. გონე რომ ეს არის ალბათ მაქსიმუმი, მაგრამ აქ ნახეთ, ყველაფერი ძალიან ისეთი დამოკიდებული არის, ვინ არის თქვენი კლიენტი, რამდენი აქვს ბიუჯეტი, არის თუ არა სტარტაპი, თუ უკვე ჩამოყალიბებული კომპანია. და საერთოდ აქვს თუ არა იმის ფუფუნება მაგალითად, რომ თუნდაც აიყვანოს ჯუნიორი, იმიტომ რომ ზოგს უბრალოდ სჭირდება სწრაფ ტემპში ბევრი პოსტის კეთება, ოკეი, და შეიძლება უბრალოდ არ აწყობდეს, ან არ ყავდეს სხვა დიზაინერი. შეიძლება ყავს დიზაინერი და პირიქით დამატებით ეძებდეს და დასაწყისისთვის, ანუ ვიცი რომ ახლა ძალიან დაბალი რიცხვები წერია, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ესეც კი აწყობდეს, ოკეი? ანუ ხო, ეს უბრალოდ საწყისი მასპატი ეტაპი არის. ხო, შემდეგი არის middle დიზაინერი და აქ უკვე გამოცდილება არის 2-დან 5 წლამდე დაახლოებით. ოკეი, ეს ყველაფერი ძალიან დაახლოებით ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიღაცამ ძალიან სწრაფი შედეგი მიიღოს, თუნდაც პირველ 2 წელიწადში. ოკეი, შეიძლება ძალიან დაიხვეწოს და თავისი ნიჩითაც და დისციპლინით ყველაფერი ძალიან სწრაფად დახვეწოს. ხო, middle-ზე ვფიქრობ, რომ 2-დან 3-მდე ითხოვენ ხოლმე დიზაინერები და senior დიზაინერები, ანუ უკვე ისინი, ვინც 5+ ასე ვთქვათ, წელი უკვე ამ სფეროში მუშაობენ და გამოცდილები არიან და დიდი ალბათობით ნახეთ, აქ უკვე მარტო Photoshop-ი და Illustrator-ი არ იციან ხოლმე senior-ებმა, იქ უკვე შეიძლება After Effects-იც არის, შეიძლება უკვე 3D დიზაინიც რაღაც დეტალები იციან და მოკლედ უკვე ვისაც შეუძლია სრულყოფილად ასე ვთქვათ, სხვა დიზაინერებსაც დაეხმაროს მაგალითად ბრენდინგის შექმნაში ან დახვედაში ან შემდეგ, მათ რა თქმა უნდა ყველაზე მეტი აქვთ ხოლმე ხელფასი, ლოგიკურია ეს, ოკეი? ხო, უბრალოდ ხანახით არის საქმე, კიდევ დამატებით ანაზღაურებაზე მინდა თქვა პატარა კომენტარი, რომ ჩემი აზრით, რასაც ასევე მე ვაგვირდები, კომპანიებს უბრალოდ არა აქვთ იმდენი ბიუჯეტი, რომ თავიდანვე ასეთ ანაზღაურებებზე ვისაუბროთ. ამიტომ მე მგონია, რომ ამისთვის გამოსავალი ქართულ ბაზარზე არის ის, რომ უბრალოდ ასე ვთქვათ, გაზარდო, ანუ შემოსავლის წყარო კი არა, სხვადასხვა income, ეცამით გეტყვით მაგ სიტყვა გამორჩა, რომელიც
ხო, ანუ უბრალოდ გქონდეთ ერთზე მეტი დამკვეთი, ოკეი? შინაარსი არის ეს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დამკვეთი ძალიან რთული იქნება ჩემი აზრით, ხო, ნორმალური ხელფასის ქონა, თუმცა გქონდეთ აქ ყველაფერი დამოკიდებული არის ასევე თქვენზე, რა მიზნები გაქვთ და რამდენი გინდათ რომ იყოს თქვენი შემოსავალი. ასევე ქართული ბაზრისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ უცხოურ ბაზარზეც გახვიდეთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ უამრავ საიტებზე, Fiverr, Upwork და ასე შემდეგ, უბრალოდ ვიცი რომ ეგ არის ყველაზე ცნობილი და შეგიძლიათ იქაც დააგროვოთ რეიტინგები, თუმცა რა თქმა უნდა, იქაც დაგჭირდებათ ასე ვთქვათ ნამუშევრების დაგროვება, ოკეი? ანუ ასეთი ძალიან მარტივი, არც ეგ არ არის, უბრალოდ ძალიან რეალური არის და გამიგია კიდევაც რომ ბევრი თვეში საკმაოდ სოლიდურ თანხებზე არის იქ დოლარში, ოკეი? ხო, ეს არის რაც მე ვიცი და ეს არის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია. ხო, მსგავსი პროფესიები თუ არსებობთ UX დიზაინზე იკითხეს და ხო, ნახეთ, ერთი კითხვა არის საკმაოდ კარგი, საჭიროა თუ არა ხატვის ცოდნა, რამდენიხანი გრძელდება შეხვედრა მეგობრებოდ გაგრძელდება დაახლოებით შეიძლება კიდევ საათი, იმიტომ რომ პრეზენტაციის შემდეგ პლუს კიდევ მინდა რომ Photoshop-შიც ავაწყოთ ვიზუალი და უბრალოდ გაჩვენებთ პროცესს როგორია ვეცდებ მეორე ნაწილი უფრო სწრაფი იყოს, რომ უბრალოდ თქვენ არ დაიღალოთ. ხო, და რაც ხდება პირველ კითხვას გვჭირდება თუ არა ხატვის ცოდნა, ესეც ძალიან შეადასმული კითხვა არის მართლა და მე ასეთი აზრი მაქვს ამაზე, არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ აქაც მე მაქვს ნამდვილი რეალური მაგალითები ადამიანების, რომელსაც საერთოდ არ ქონდათ მაგალითად ხატვის უნარი, თუმცა ძალიან კარგი გრაფიკოს დიზაინერები ჩამოყალიბდნენ. თუმცა, ნახეთ, ვინც ხატავთ, ხვდებით რომ ის წესები და ის თეორიები, რასაც ჩვენ ვიყენებთ მაგალითად კლასიკურ ხატვაში, იგივეს ვიყენებთ დაახლოებით იგივეს ვიყენებთ გრაფიკულ დიზაინში, ანუ კომპოზიცია, ფერების თეორია, ეს ყველაფერი ასევე შეგვიძლია მოვარგოთ გრაფიკულ დიზაინს, რომ უპირატესობა რა თქმა უნდა იქნება. და დამიჯერეთ საბაზო დონემდე პატარა ილუსტრაციის გაკეთება არ იქნება პრობლემა არავისთვის. თუმცა არ არის აუცილებელი, ანუ ეს კიდევ მოკლებას. გონი ვიღაცას კითხვა ქონდა თუ არსები? გონი ხელი იყვაწეული, თუ იმას კითხვა ქონდა, შეგიძლიათ იკითხოთ. ოკეი, შეიძლება ალბათ ხელი დაეჭეროთ ამ შემთხვევაში. ხო, რაც ხდება მსგავს ეგი პროფესიებს, ვებ დიზაინიც ასევე მსგავს პროფესია არის, აქაც გვჭირდება, ასე ვთქვათ, განლაგებაზე ფიქრი, აქაც გვჭირდება, ხო, დიზაინის შემუშავება და გუნდში მუშაობა, UI UX დიზაინიც ასევე მსგავსი არის. სხვა შორის ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ყველა ეს კურსი და ჩვენი კურსების მარად აკადემიაზე ასევე არის, თუ ამის ინტერესიც გექნება მსგავსი პროფესიების. ხო, ილუსტრატორობა, ანუ ასევე ერთ-ერთი ვარიანტია შესაძლებლობა არის, თუ მაგალითად ხატავთ, შეგიძლიათ მაგალითად Photoshop-თან ერთად ასევე, ანუ უბრალოდ და ილუსტრატორთან ერთად შექმნათ ხოლმე ილუსტრაციები და ზოგი მაგალითად მაგითაც შოულობს დამატებით შემოსავალს. ხო, motion design არის ფაქტობრივად, ანუ ასევე დიზაინერი არის, რომელიც ამ თავის დიზაინს, ასე ვთქვათ, უკეთებს ანიმაციას. ხო, ასევე ჩემი აზრით უკვე ესეც პლუსი არის, ხო, მაგალითად თუ ხართ გრაფიკოს დიზაინერი, თუნდაც პატარა რაოდენობით motion design-ის ცოდნა არის ძალიან დიდი პლუსი და ყოველთვის იქნება და მაგალითად თქვენს პორტფოლიოს, თქვენს ნამუშევრებს უფრო გაამრავალფეროვნებს, ოკეი, ისევე როგორც მაგალითად 3D დიზაინი. ხო, ბრენდის დიზაინი, ნახეთ, ანუ როგორც დასწრებში ვთქვი, არ არის აუცილებელი რომ მაგალითად ყველაფერს აკეთებდეთ ერთდროულად, შეიძლება მაგალითად პირიქით რაღაც სპეციფიური, ანუ ვთქვათ, კატეგორია ერჩიოთ, როგორც მაგალითად ბრენდის დიზაინი და მხოლოდ ბრენდის დიზაინზე მუშაობთ ხოლმე მთლიანობაში. ეს ერთ-ერთი ვარიანტი არის, ზოგი დიზაინერი მაგალითად მხოლოდ ბრენდინგზე მუშაობს ფაქტიურად. ხო, ესაც ხება მსგავს პროფესიებს. ასე მე მაისის ხოლმე თქოს და თუ კითხვები არის, მეგობრებო, შეგიძლიათ დასვათ. ოკეი, შეიძლება მომეჩვენო. და რაც ხება მოთხოვნას ბაზარზე, ჩემი აზრით მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი და ხო, სოციალური მედია და ციფრულ მარკეტინგში, ოკეი? ანუ ბევრი სტარტაპია, ბევრი კომპანიები არის, ვისაც ყველას, ნუ, ჭირდება, რა თქმა უნდა, დიზაინერი. ესე იგი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი არის მოთხოვნა, ნუ კონკურენციაც რა თქმა უნდა ასევე არის საკმაოდ დიდი. ვერ ვიტყვით რომ ცოტა დიზაინერი ესე თუ ვაკანსიებს ათვალიერებთ, ხოლმე მაგალითად ვინც
რაღაცნაირად უკვე ცდილობთ რომ იმპოვოთ დაკვეთები, ალბათ შეამჩნევთ რომ ერთ კითხვაზე რომ ანუ დიზაინის გაკეთება მინდა, ლოგოს გაკეთება მინდა, ალბათ 1.50 პასუხია ხოლმე ეგრევე რა. თუმცა კარგი ამბავი ამ ყველაფერში არის ის რომ ბევრი იფილტრება. Okay, ანუ შეიძლება 50 პორტფოლიო ჩავაგდოთ, მაგრამ იქიდან შეიძლება, ვინც ხვდება, ვისაც აქვს გამოცდილება დიზაინერთან მუშაობაში, მიხვდება, რომ იქიდან შეიძლება მხოლოდ 10-ს აქვს სოლიდური პორტფოლიო და სოლიდური ნამუშევრები, okay? ამიტომაც ხო, არ არის ესეთი დეპრესიული, ვფიქრობ, რომ ამ კონკურენციის გამკლავება ძალიან მარტივად შეიძლება. ხო, ესაც ხება მოთხოვნას. და ბოლო კითხვა, ესე იგი, საიდან დავიწყოთ პროფესიის შესწავლა. ხო, მარიამი იქა თუ არ ვწდები წერან და ნახე, ხო, ყველა შემთხვევაში თქო წარმატებას გისურვებ მარიამ. იქნება ეს უნივერსიტეტი ან კურსი, ვფიქრობ, რომ ეს თქვენი გადასაწყვეტი არის, რა თქმა უნდა. თუმცა, ხო, მე მგონია, რომ აი გულწრფელ გეუნები, მე პარალელურად უნივერსიტეტში ვსწავლობ ვიღონ სხვა პროფესიაზე და პლუს კი ეს კურსი გავიარე. პროსტოდ ხო, ეს არა, აკადემიის არა, მაშინ არ იყო. მაგრამ გრაფიკულის კურსი გავიარე და ხო, ჩემს უფრო ეს იყო საინტერესო რეალობაში და უფრო ამას გავყევი. უფრო მოკლეც იყო კურსი და ხო, მოკლედ ამით უფრო მოვიხიბლე და მგონია უბრალოდ ის უნდა გააკეთო, რაც უფრო გაინტერესებთ. ასე რომ ხო, ცოტა ესეთი აბსტრაქტული რჩევა, მაგრამ ხო, იმედია გამოგადგებოთ. და რაც ეხება საიდან დავიწყოთ, საბაისო კურსი ჩემი ერთ არის ყველაზე კარგი უბრალოდ იმიტომ რომ აქ მართლაც რომ არ დაგჭირდებათ ზედმეტ მასალაზე ფიქრი. მე მაგალითად სადაც გავიარე კურსი, იქ პარალელურად თორსები მგონი მათემატიკაც კი იყო პროგრამაში, რაც საერთოდ, ანუ ოკეი, შეიძლება რაღაცნაირად დაგჭირდეთ, ოკეი, რაღაცა კომპლექსური ლოგოტიპების შესაქმნელად, მაგრამ ბევრი უსარგებლო საგანი იყო ჩემი აზრით. ამ შემთხვევაში კურსებზე ყველაფერი უფრო ასე ვთქვათ, ჭიდრო არის და მხოლოდ იმას გავდივართ, რაც გვჭირდება, ოკეი? ჩემს ეს უფრო დროის დაზოგვის საქმე არის. ხო, შემდეგ რა თქმა უნდა არის უბრალოდ პრაქტიკა და პრაქტიკას როგორც ჩვენ კურსზე აგროვებთ, იმიტომ რომ უამრავი დავალება გვექნება, ასევე უნდა თქვენითაც უნდა გააკეთოთ ხოლმე რა. ანუ საკმარისი არ არის მარტო ჩემი დავალებების კეთება, ანუ აუცილებლად თქვენითაც უნდა სწავლოთ რაღაცა დამატებით გააკეთოთ ეს ექსტრა ნამუშევრები, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესი იქნება თქვენთვის, მხოლოდ თქვენთვის, ოკეი? ანუ უბრალოდ ჩეკლისტით გააკეთება არა აუცილებელი რა ამ დავალებების. და შემდეგი არის ესე იგი უბრალოდ საკუთარ პორტფოლიოზე მუშაობა. თუ არ ყავთ ბევრი დამკვეთი, მე ვთვლი რომ თუ ძალიან სერიოზულად მიუდგებით თქვენს პორტფოლიოს და თქვენს ნამუშევარს, თუნდაც იყოს ეს უბრალოდ აბსტრაქტული ნამუშევარი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნარები მაინც გამოჩნდება, რასაც თქვენ ასე ვთქვათ, ისწავლით და რაც დაიგროვდებათ ეს გამოცდილება. ასე რომ ვთვლი რომ ეს სამივე გჭირდებათ და საწყისი მგონია რომ კარგი იქნება კურსის გავლა. პატარა რეკლამა. ხო, შემდეგი ესე იგი უბრალოდ ნამუშევრების კრებული არის, ჩემი ნამუშევრების და ხო, ყველაფერი აქ არის სოციმედია ვიზუალები ძირითადად, რა თქმა უნდა, სხვა ნამუშევრებიც არის, უბრალოდ ანუ დასაბეჭდი მასალა და შემდეგ, თუმცა ძირითადად მე სოციმედიაზე მუშაობ ხოლმე. და ძირითადი პროგრამები არის Photoshop, Illustrator, ანუ ზოგადადაც კომბინირებულად ვაკეთებ ხოლმე, თუნდაც მე და ეს ვიზუალი მახსოვს რომ აი ეს ზოლები Illustrator-ში გავაკეთე უფრო მარტივად და ეს ჭრილები და ხო, ეს გადაბმები კიდე უკვე Photoshop-ში დავამუშავე, ანუ კომბინირებულად მუშაობა ზოგჯერ გვჭირდება ხოლმე ამ ორ პროგრამაში. ოკეი, ეს რაც ხდებოდა მეგობრებო ჩემს პრეზენტაციას და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე პრაქტიკულ ნამუშევარზე, ავაწყობ ვიზუალს და თქვენც დააკვირდით პროცესს, თუ რამე კითხვები გექნებათ, პარალელურად დასვით, რომ უბრალოდ მონოლოგი არ იყოს. ხო, ეს ესე იგი Photoshop-ში ვხსნით ყველაფერს. ეს ვიზუალი იქნება უბრალოდ დავტესტე ჭირჭირობით ჩემთვის. რომ live-ში ასე ვთქვათ, full პროცესი ცოტა რთულია ხოლმე ეს ახრიდან, იმიტომ რომ ნახეთ, არიცი რა გამოვა, როგორი იქნება და ჭირჭირობით ვტესტავ ხოლმე. და სხვა შორის გავიგერეთ, თუ მე ბობროს ძმას აკეთებდა. ჯერ ხატავდა ერთ რაღაცას ლექციამდე, მე ლექციის დროს და მე შემდეგ. გონი კითხვები არის ასევე ჩატში. და თუ მოსწრებ. უპასუხე, ნუ iPad-ი თუ ლეპტოპიო და მეთქი ლეპტოპი. ოკეი, მადლობა. ხო, ესე იგი ვიწყებთ Photoshop-ში უბრალოდ ახალი ფაილის შექმნით და
კლავიატურასაც გაგიზიარებთ ცოტა ხანში. ხო, აქ გვაქვს გამზდებული ზომები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ხო, ჩვენთაც შევიყვანოთ აქ მარჯვნივ ეს ზომა. ვაწეროთ poster today და ხო, ეს არის Facebook პოსტის ზომა, პროსტ Instagram პოსტის ზომა. თორსე მონით კიდევ ერთხელ შეიცვალა, ხო, კიდევაც სიახლე ოდნავ უფრო მაღალი გახდა ეს პოსტის ზომა, მაგრამ მოდი ჯერ ამ ზომაზე გავაკეთებ ამ შემთხვევაში. აქ გვაქვს იგი, ზომების ერთეულები, ამ შემთხვევაში უბრალოდ პიქსელებს ვირჩევ. გვაქვს ეს 1080-1350-ზე, ეს არის ჩვენი ზომა და ზემოთ უბრალოდ ვაწერთ სახელს, რომ როცა შევინახავთ ფაილს, მარტივად ვიპოვოთ ხოლმე. და ვაკლიკებთ create. ესე იგი, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩანს ჩვენი სამუშაო სივრცე. ერთ წამით ამას ახლიდან შევქმნი. უბრალოდ artboard-ი იყო მონიშნული და მირჩევნია artboard-ი გათიშული იყოს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ამჭირდებოდა მაგიტომ. poster today. ხო, აი ეს. იდეა არის უბრალოდ artboard-ის გარეშე. ხო, მარჯვნივ ესე იგი ნახეთ, ფაქტიურად აი კურსის განმავლობაშიც თუ რა თქმა უნდა, დავკვირდებით რომ ბევრი რაღაც არ მაქვს გამოტანილი და კურსის განმავლობაშიც ასე ვთქვათ, მხოლოდ აი ეს დეტალები გვექნება სამუშაო სივრცეზე. ლეიერების პანელი იქნება ყოველთვის გახსნილი, მარცხნივ გვაქვს ხელსაწყოები და სამუშაო სივრცე და ზემოთ კონტროლის პანელი. რეალობაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან გაატვირთული ინტერფეისი არის, ვინც პირველად უყურებთ ხო პროგრამას, მაგრამ დამეჯერეთ, ყველა ხელსაწყოებიდან ალბათ ერთ ჯერზე მხოლოდ შეიძლება 30-40% იყენებდეთ. ყველაფერს ერთდროულად გამოყენება არ გჭირდებათ. მარჯვნივ გვაქვს ლეიერები, ფენები, სადაც დაემატება ესე იგი ელემენტები და ყოველთვის აი ამ ლეიერებზე იქნება ძირითადი ასე ვთქვათ მუშაობა. ყოველთვის ლეიერებზე უნდა ვიფიქროთ, სად რომელია და შეგვიძლია ხოლმე სახელებით დავაწეროთ, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ხო, ესე იგი შემდეგი რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის მასალა. ფაქტიურად მეგობრებო, ნახეთ, აი კიდევ ერთხელ აი გრაფიკულ დიზაინზე, ესე იგი ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ვიზუალის შექმნა გრაფიკული ელემენტების დახმარებით. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ესე იგი მოვიძიოთ ხოლმე ეს გრაფიკული ელემენტები, ან ჩვენი შევქმნათ. ეს შეიძლება იყოს ფორმა, შეიძლება იყოს ზოლი, შეიძლება იყოს ტექსტი. ან მაგალითად სურათი, ოკეი? ყველა ამ მასალას ჯერ წინასწარ ვიძიებთ ხოლმე, გარდა იმისა, რაც პროგრამაში იქნება. შემდეგ ამ ყველაფერს ვამუშავებთ. ასე ვთქვათ, განლაგებასაც ვასწორებთ. და ბოლო, ასე ვთქვათ, ეფექტებს ვადებთ ხოლმე, კიდევ ზემოდან თუ ამის საჭიროება არის. ეს არის, ვთქვათ, სამი ძირითადი დეტალი. მე ეს მასალა წინასწარ გადმოვწერე, არის უბრალოდ იგი სურათები, რომელიც stock საიტებიდან გადმოვწერე და ასევე ჩვენი ბრენდის ეს ლოგოტიპი არის. რადგან ზაფხულია, წინა ლექცია კონდიციონერზე გავაკეთეთ თემად, რომ თვითონ ცხელოდა. ახლა კიდევ სის დამცავი ავირჩიე. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება ამ სურათების შეტანა და ამოჭრა. იმისთვის, რომ თქვენ არ მოიწყინოთ, ცოტა უფრო სწრაფი ტემპით ამოვჭრი ხოლმე. ხო, ნახეთ, ბევრი ხელსაწყოები მონიშნვის, თუმცა ამ შემთხვევაში, შემიძლია უბრალოდ მაგალითად ან წავშალო ეს ფონი, ან შეგვიძლია, ნახეთ, ასევე არის ახალი ხელსაწყო და ვფიქრობ, ამ ხელსაწყოების გამოყენებაც დაგვჭირდება, იმიტომ რომ უბრალოდ დროს გვიზოგავს, მეგობრებო, ეს არის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები ზოგიერთი. და ამას უბრალოდ გამოვიყენებ, რომ ბევრი დრო არ დაიხარჯოს. რომ ასე წერტილ მონიშნავს, ცოტა უფრო მეტი დრო ჭირდება, ოკეი? თუმცა ისე რომ იცოდეთ, ყოველთვის იდეალურად არ ჭრის და მაინც ხელით რაღაც დეტალების დამუშავება გვჭირდება ხოლმე. ამიტომ უნდა შეამოწმოთ, როგორც კი მოინიშნება, როგორ მოინიშნა. საბოლოოდ უნდა გადავამოწმოთ. ბარბარას აქვს შეკითხვა, გისმენთ ბარბარე? კი, გისმენ ბარბარე. მოგესალმებით. ვერ ძალიან კარგად. აი როგორ გადმოიტანეთ ეს ფოტო შენახულებიდან შემდეგ Photoshop-ში. კი ბატონო, ნახეთ, კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ნახე გახსნილი. პირველი გვერდი არის poster today, აქ არის ჩვენ ძირითადი სამუშაო სივრცე. ოკეი? მარჯვნივ გვაქვს ასევე ეს ლეიერი, რომელიც უბრალოდ ახლა შევქმენი. შეიძლება შენთან იყოს უბრალოდ საერთოდ ცარიელი ფურცელი. layer 0 ეწერება. როცა ჩვენ შემოგვაქვს სურათი, ჩვენ უბრალოდ მე ასე ვაკეთებ, ყველაზე მარტივი არის, ცალკე არის გახსნილი ფოლდერი, ოღონდ არა full screen-ზე ალბათ და პირდაპირ ვაკლიკებთ მაგალითად აი ამ სურათს. გადმომაქვს Photoshop-ის სიმბოლოსთან დაპინული მაქვს ხოლმე აუცილებლად ქვემოთ
და ზემოთ ხსნი ნახე, აი აქ არის უკვე ორი ტაბი, უბრალოდ მე უკვე გავხსენი ეს სურათი. მაგრამ შენ შეიძლება გვერდით გადაიტანო. ოკეი, ახლა აღარ გაიხსნება, იმიტომ რომ ეს სურათი უკვე ახსენე, მოდი სხვა შემოვიდა. მაგალითად ეს ქვიშის სურათი შემოგვაქვს და ზემოთ ნახე, აი ამ ტაბის ზოლზე. აი ბრაუზერში ხომ არის 1, 2 და მესამე გვერდები. აქაც იგივე არის ფაქტიურად, გვაქვს ბრაუზერის ზოლივით და უბრალოდ აი ამ მონაკვეთზე, ანუ არა ამ გვერდების სახელებზე, არამედ მათ გვერდით X-ის მარჯვნივ. უბრალოდ ასე გადაიტან და გაიხსნება სურათი ცალკე. თუ მაგალითად შემთხვევით შეიტან აი და ნუ პირდაპირ დააკლიკე poster today's, ნახე შეგიძლია ასევე ესე გადაახვიდე სხვა გვერდებზე, თუ მათ სათაურებს მიიღან მაუსს. აუთ არ უნდა აუშვას სურათს ხელი. და შემთხვევით თუ სამუშაო სივრცეზე მოათავსებ ამ სურათს, აქვე მოთავსდება ეს სურათი, რაც შემოიტანა. ოკეი. ესეც ხება სურათის შემოტანას. როცა სურათი შემოვიტანთ, უნდა ამოვჭრათ და როგორც თქვი, object selection tool-ით ამოვჭრი, რომ უბრალოდ დროს დავზოგოთ. თუმცა იმის რომ ეს სურათი შემდეგ ცოტა უფრო კარგად მოიჭრას და პატარა ზოლები არ ქონდეს გარშემო, მე ამ სურათს ასევე ვამუშავებ ხოლმე მონიშნის შემდეგ. ამისთვის შევდივარ ნებისმიერ მონიშნის ხალხოს სიმბოლოზე და ზემოთ არის select and mask. უბრალოდ ძალიან ბევრ დეტალს მაინც ახლა ღია ლექციაზე ვერ ვსაუბრობ, იმიტომ რომ მაშინ მომწევს სრულად ყველაფერს ახსნა, რაც ძალიან ბევრ დროს წაიღებს. ამიტომ ვეცდები ძირითად დეტალები გითხრათ ხოლმე. ესე იგი ამ ასე ვთქვათ select and mask-ით ჩვენ შეგვიძლია მოვამრგვალოთ ობიექტი აი ამ მონიშნას კონტრასტი დავუმატოთ აი ამ პიქსელის შეგვიძლია საშუალო ავერჩიოთ და shift h უბრალოდ შეწევს ამ პიქსელებს ცოტათი შიგნით. ოკეი? ამ სამივე დეტალს ვაკეთებთ, რომ მონიშნა იყოს უფრო სუფთა. ვაჭერთ ოკეის. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავაკლიკოთ Ctrl+C-ს და Ctrl+V-ს. და აწი უკვე ნახეთ ეს ლეერი დაკოპირდება. Ctrl+C, Ctrl+V, უბრალოდ დაკოპირება არის. ხო, კიდევ გაგიზიარებთ ყოველ შემთხვევაში ჩემს კლავიატურას, რომ აი აქ იქნება კლავიატურა, რომ დაინახოთ ხოლმე რას ვაკლიკებ. ჩანაწერზე დაგჭირდებათ ალბათ, თუ გექნებათ სურვილი გამეორების. ხო. ესე იგი უბრალოდ როგორც თქვი, მონიშნული იყო და Ctrl+C, Ctrl+V. შემდეგ თავიდანვე დავაკონვერტირებ smart object-ად. უბრალოდ იმის რო ხარისხი არ გაფუჭდეს, შეგიძლიათ ეს დაიმახსოვროთ. მარჯვენა დაკლიკება და convert smart object. ესე იგი ამას გადავიტან აწი. ჩემს ძირითად სამუშაო ფაილში, რომელიც არის ესე იგი poster today, Ctrl+Tab-ით შემიძლია გადავიდე ამ ტაბებზე. იდეაში ეს ყველა ბრაუზერშიც კი ასე არის. და ხო, უბრალოდ Ctrl+V-ი ჩაჯდება ეს დიზაინი აქ. რა თქმა უნდა, შევცვალო ზომაში Ctrl+T ტრანსფორმაციით. ტრანსფორმაცია არის და ეს დაპატარავდება. ახლა როგორც თქვი, ძალიან ბევრს რაღაც სახელებს ვამბობ, Ctrl+T, Ctrl+C, V და შემდეგ, მაგრამ რეალობაში არის უბრალოდ მარტივი კლავიატურის კომბინაციები. ვინც არ იცით რაზე საუბარი, ეს არის ყველაზე ელემენტარული, ამას პირველ ორ ლექციაზე უკვე სწავლობ და ვეჩვევით მარტივად. და ნახეთ ესე იგი რა ხდება აქ. როცა მე უკვე მაქვს ასე ვთქვათ ეს ძირითადი ელემენტები, როცა ყველაფერს ამოვჭრი, მე მჭირდება ამ ელემენტებს რომ დავაწერო თავიანთი სახელები, იმიტომ რომ დამიჯერეთ როცა ბევრი ელემენტი გაქვთ, სასურველია რომ ლეერები ქონდეთ მაქსიმალურად დახარისხებული. ზოგი ასე არ აკეთებს, ზოგი პირდაპირ აწერს, ანუ რაღაც 1-2-თან საერთოდ არ აწერს. მე მასე მუშაობა არ მიყვარს და არ შემიძლია ასე რომ გთხოვთ თუ გექნება სრული მიხვდებით რომ უფრო სწრაფად იმუშავებთ ასე. და უბრალოდ ვაწერთ სახელს. შეგიძლიათ რაღაც შემოკლებით დააწეროთ ხოლმე, მაგალითად იყოს product, ხო, უბრალოდ product იყოს. შეგვიძლია background-ი შევქმნათ, მე ვქნი background-ს ჯერჯერობით solid color-ით, რომელიც პირდაპირ ფერს ასხავს, ნებისმიერ ფერს. უბრალოდ თეთრ ფერს ავერჩევ და დავაკლიკებ OK-ს. მოვნიშნავ Ctrl-ით ამ layers და დავაჭერ BG-ს, ანუ ეს არის background-ი, ოკეი? გვაქვს იგი background-ი და გვაქვს ძირითადი პროდუქტი. მოდით აწი დავამატოთ დანარჩენი დეტალები. ამას შედარებით სწრაფად გავაკეთებ, იმიტომ რომ ფაქტიურად აწი ყველაფერს იგივეს ვაკეთებ. უბრალოდ ვჭრით და ვათავსებ ძირითად ფაილში. ძირითადი სამუშაო სივრცის გარდა დანარჩენს უბრალოდ ჩავხურავ ხოლმე ამ პანელებს, რომ ხელი არ შეგვიშალოს არაგვერიოს. ხო, ამ სამუშაო სივრცეს მოდი ფერს შევუცი, რომ უბრალოდ მიხვდეთ, რომ აი ეს არის სამუშაო სივრცე, ოკეი? აი ეს ყვითელი ფერი. მოგეთხოვე.
ოკეი, შემდეგი ესე იგი არის ნოდიყოს C-ის სურათი, უბრალოდ ეს ცა შემოვიტანოთ პირდაპირ. ამასაც background-ზე მოვათავსებთ და ცოტი გავზრდი ზომაში Ctrl+S დაჭერით. დაახლოებით ასე. ოკეი, ეს უკვე ცა არის. დაახლოებით ასე ოკეია ჯერჯერობით. შემდეგი. ქვიშა იყოს. ოღონდ ქვიშას ცალკე გავხსნი. მაგალითად ახლა ეს ცა შემოვიტანე, იმიტომ რომ ამოსაჭრელი არ იყო. პირდაპირ შემოვიტანე. ცა, ქვიშას ამოვჭრი. უბრალოდ შეგიძლიათ პირდაპირ საშლელით წაშალოთ. და ხო, საკმარისად კარგად წაიშალა. უბრალოდ კიდევ ერთხელ დავამუშავებ, ანუ Ctrl-ით ვაჭერ layers, შემდეგ მონიშნის ხაზს ხო, select and mask და უბრალოდ ვამუშავებ მონიშნას. რომ აი ეს პატარა ზოლი არ გქონდეს. მოვამრგვალოთ, smooth-ით, contrasts მოვუმატოთ და shift edges შევწიოთ შიგნით ეს მონიშნა. ოკეი. ფიქრობ, ასე უკეთესი არის. და ვაჭერთ OK-ს და შემდეგ Ctrl+C, Ctrl+Shift+V. ვაკონვერტირებ Smart Object-ად უკვე ამოჭრილს და კვლავ სვამ აი ამ ვიზუალზე. ოღონდ ამას უკვე დავაწერე Send. დავჯგუფავ და ასევე Send-ს დავაჭერ. მიჩვენე ჯგუფებში მქონდეს. მოგვიანებით გაჩვენებთ რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს. ოკეი, ეს ჩვენი ქვიშა. ოკეი, რაღაცა ზღვის თემატიკა იყოს, ხო? რაც ასეთი. ტრანსფორმაციის შემთხვევაში ფიქრობ შეგვიძლია ცოტათი შევცვალოთ ეს ქვიშის მონაკვეთი და ოდნავ უფრო ამობურცული იყოს ეს ქვიშა. ამისთვის Ctrl+S ან ტრანსფორმაციის დროს ვაკლიკებთ მარჯვენა მაუსს დაკლიკებით და ვაჭერთ Ctrl+T და Warp-ს. როცა ვაკლიკებთ Warp-ს, ხან გავთიშავ თვალით ამ პროდუქტს. Warp-ით ჩვენ შეგვიძლია ესე ოდნავ ავწიოთ ეს ჩვენი ქვიშის სურათი. დაახლოებით ეს ერთი და ესეც მეორე. დაახლოებით ეს. ოკეი, ფიქრობ საკმარისი არის. ჩაცხება ქვიშას. პროდუქტიც გვაქვს, ესე იგი ქვიშაც გვაქვს. დაახლოებით ეს. ოკეი. დავაპატარავთ ეს პროდუქტი. ხო, ესე იგი გვაქვს ქვიშა, გვაქვს პროდუქტი. ნახეთ, მე უკვე ვიცი რომ მე აქ შემოვიდან, ესე იგი ახალ layer-ს შევქმნი, მე აქ შემოვიდან ასევე ლოგოსაც და ასევე შემოვიდან ლოგოს გარდა ტექსტს. ამისთვის შემიძლია პირდაპირ დავჯგუფო და დავაწერო მაგალითად ლოგო, ანუ უბრალოდ ფოლდერებს შევქმნი, რომ მე შემოვიდანო და დავახარისხო. Logo და ტექსტი, ოკეი? Logos layer-ზე პირდაპირ შემოვიდან ლოგოტიპს. თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ხელსაყრელ მაინც უნდა გამოვიყენოთ, უბრალოდ ყველა ელემენტი. შემოგვაქვს ლოგოტიპი. ცოტა ხანი ქვემოთ განვათავსებ. ესაც ხება ლოგოს. ოკეი, ტექსტი ცოტა ხანი იყოს და მოდით დანაშენდელებით შემოვიტანოთ. ქვიშა გვაქვს და მოდით აი ეს რგოლიც ამოვჭრათ, ხო? ოკეი, აქაც იგივე. იმდენად კონტრასტული ბექგრაუნდია, რომ უბრალოდ წაშლა შეიძლება ბექგრაუნდის. ოღონდ tolerance საშლელზე უნდა იყოს საკმაოდ დაბალი, 9 არის ამ შემთხვევაში. და შიდა მონაკვეთსაც ეს საშლელით წავშლი. კვლავ Ctrl-ით ვაკლიკებ layers და დავამუშავებ მონიშნას, ანუ ამას წამები ჭირდება, უკვე ხვდებით, რომ ახლაც კი უკვე ერთ და იგივეს ვაკეთებ პრაქტიკულად. ხვდებით, ანუ ბევრი რაღაცა განსხვავებული არის, უბრალოდ როგორ შევახამებთ ამ ყველაფერს ერთმანეთში, როგორ ეფექტებს დავადებთ, ამას აქვს მნიშვნელობა. ოკეი, ესე იგი მოვამრგვალოთ, კონტრასტი ავწიოთ და შევწიოთ ეს მონიშნა შიგნით. ნახოთ რა გამოვა. იცით რა, ოკეი არის და დავაკოპირებ ამ მოჭრას. აი თუ ვერ ხედავთ ახლა მაგალითად აქ რა ხდება, რაზე ვსაუბრობ, ნახეთ. აი თუ დააკვირდებით აი ამ ზოლს. ეს ზოლი, აი ნახეთ ცოტა შიგნით შეიწია ფაქტიურად. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ ამას, კვლავ მონიშნავ ახალ layers. ანუ უკვე ამოჭრილს კიდევ მოვჭრი და უბრალოდ რომ ეს ზოლი რო არ ჩანდეს, რომ მოჭრილი არის მოკლედ მხარისხოთ. ახლობით ასე კონტრასტს ავწევ და shift edges კიდევ ერთხელ შევწევ შიგნით 100%-ით. ესე იგი აქაც ვაკლიკებ OK-ს. და კიდევ ერთხელ ამოვჭრ. ოკეი, აი ხო უკეთესი არის. ამას არ შეგვიძლია და უბრალოდ წრეს დავაკლებ
დავარქმევ. ამ რაღაცას. Okay, ესეც გასაბერი წრე. Რაღაცასი იყოს. ჯერჯერობით ამის სახელი შემოხსნეთ იმეჩეთში მე. Okay, ეს კონი. კამერა, ხო, კამერა კი გასაბერი კამერა კი ვთქვი. Okay. აი ხან აუზ მოზაშკერ. ხო, დანახეთ, ბარემ. აი ახლა გამახსენდა უბრალოდ მექანიკურად დამეკლიკა. როცა ჩვენ ვქვით სამუშაო ფაილს, ასურე რომ თავიდანვე შევინახოთ ხოლმე. მე ახლა ეს გამომრჩა, მაგრამ ნახეთ, უბრალოდ დავაკლიკე, იმიტომ რომ ჩვენ მაქვს. შეგიძლიათ დააკლიკოთ Ctrl+S კლავიატურაზე ან file და save as. აქ ირჩევთ Photoshop-ის ფორმატს პირველი PSD და ნუ სასურველ ფოლდერში ბოლოდ დააჭერთ saves და OK-ს. დაახლოებით ასე. და აწი, როცა რაღაც შეცვლით ხოლმე ჯობს რომ დააკლიკოთ Ctrl+S, რომ უბრალოდ შეინახოს ეს ფაილი რაღაც მონოკვეთზე. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ თუ მაგალითად რაღაცა შემთხვევით, დენი წავიდე რაღაც გავსი, რომ ფაილი შეინახოს და არ წაგეშალოთ სამუშაო. Okay, წრედ შემოვიტანეთ. ამას ავშლით, ამასაც ავშლით. შემდეგი ესე იგი შეგვიძლია okay, მოდი პალმები შემოვიტანოთ. პალმები ამოსაჭრელი არის. ამიტომ პალმებს შეგადავიტან გვერდით. ამ შემთხვევაში ნახეთ, სხვა მეთოდია, იმიტომ რომ ცოტა აქ ძალიან ბევრი უცნაური თეთრი წერტილი არის, ამიტომაც ნახეთ ასე რაღაც ვაკეთებ. Select color range, ანუ ფერის მონაკვეთს ვირჩევ, მოუნიშნავ თეთრ ფერს, აჭერ OK-ს. ნახეთ თეთრ ფერს მონიშნავს. აწი ამ მონიშნავს უბრალოდ შევატრიალებ select and inverse და შეტრიალდა. აწი მხოლოდ ეს ხიარის მონიშნული. ხო, უბრალოდ გვაქვს ცოტა ზედმეტად მოინიშნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეს დეტალი არის, ამიტომაც უბრალოდ მოუნიშნავ ასე უხეშად. ამოვაკოპირებ, Ctrl+J არის ასევე ამოკოპირება. ნახეთ, რაც გამჭვირვალე არის, შეგიძლიათ უბრალოდ დააკოპიროთ ეს ლეერი, Ctrl+C და Ctrl+Shift+V და რამდენჯერმე დააკოპირეთ, რომ ეს ფერები შეივსოს. მე ასე ვაკეთებ ხოლმე თუ მეჩქარება. შემდეგ ზედა და სუპირულ დაკოპირებულ ლეერს უბრალოდ გავაერთიანებ ერთში. Ctrl+S დაჭერით ერთიანდება. და ნახეთ, ხო, აწი უკვე მაქვს საკმარისად კითხვადი პალმა. ამაზე მეტი მაინც ამჭირდება. პალმა. დავაკონვერტირებ smart object-ად. დავაკოპირებ Ctrl+C და გადამაქვს უკვე აქეთკენ. და ამასაც მოვათავსებ ჯგუფში და დავაკლიკებ trees. ან ხო, უბრალოდ trees. ნახეთ, უკვე აი ახლაც კი ჯერ უბრალოდ დეტალები შემოვიტანეთ, მაგრამ ნახეთ, საკმაოდ ბევრი ლეერი დაგროვდა. წარმოგიდგენთ, ყველაფერი რომ ჩავშალოთ, შიგნით კიდევ შეიძლება რაღაც დეტალები იყოს და ძალიან გართულდება მე ამ ყველაფრის გარჩევა, თუ არ დავარქმევთ სახელს და თუ უბრალოდ არ დავჭვირთავთ. Okay, ესე იგი, მამხეს ცოტა ხანი დავაპატარავებ. და უბრალოდ ფერს შევუცვით ფოლდერს თვითონ მარჯვენა დაკლიკებით color და green. უბრალოდ რომ მარტივად გამოსწავლო. ესეც ხება ამ ხეს. ცოტა ხანი იყოს. და okay, ამ დეტალებს უკვე ბოლოში ამოვჭრით. ცოტა ხანი მოდით ჯერ ამოჭრას ხან შევეშვები და გადავიდეთ აი ამ წრის ძირითად ელემენტზე, okay? ანუ ეს ელემენტი გვჭირდება აწი რომ ასე ვთქვათ ამ პროდუქტის გარშემო შემოვახვიოთ, დაახლოებით ასე, რომ ისე გამოჩნდეს თითქოს მის გარშემო არ შემორტმული, ხო? ამის გასაკეთებლად რამე გზა არსებობს, მე ერთს გაჩვენებთ, რომელსაც ალბათ მე გავაკეთებდი. ხო, წრეს ალბათ ჯგუფ ჩავიტან, ქვემოთ ალბათ პროდუქტში ჩამოვიტან, რომ აი ეს წრე და პროდუქტი იყოს ერთ ლეერზე. შეიძლება საერთოდ აქ ამოვიღო, მოდი ახლა ამოვიღებ, იყოს უბრალოდ ungroup layers და ეს ორი გვაქვს ეგი ერთი მეორეს გვერდი ლეერებში, ერთად არიან. ხო, ალბათ დააკვირდებოდით, რომ რაც ზემოთ არის ლეერებში, ის ფარავს იმ ელემენტს. ანუ თუ წრეს ქვემოთ ჩამოვწევ, ზედა ელემენტი დაფარავს, რა ის მარტივი ლოგიკაა მაინც. Okay. ხო, შემდეგ ესე იგი რაც ჩვენ გვჭირდება, მეგობრებო, დაახლოებით დავაპატარავთ. ხო, ალბათ ასე okay.
ახლა ნახეთ. ჩვენ შეგვიძლია დავაკოპიროთ Alt-ით აი ეს პროდუქტი. ავწიოთ ზემოთ. შეგვიძლია მოვნიშნოთ წრე. შემდეგ შევატრიალოთ. ტრის მოსანიშნად კონტროლით ვაკლიკებ წრეს, რომ აი ეს პუბლიკივით მონიშნოს. შემდეგ შევატრიალებ ამ მონიშნას inverse-ით. გავშავეწამი ქვედა პროდუქტზე, ზედა პროდუქტს გავუკეთებ მასკს. ხო, უბრალოდ ამ მასკს აზი ფუნჯით დავამატებთ აი ამ ნაწილს X-ით. აი ეს. ხო. მასკი ახლა მარტივად რო აგიხსნათ, უბრალოდ შლის ან ამატებს დეტალებს, ოკეი? და რო დავინახოთ რა არის მოჭრილი, შეგვიძლია დავაკლიკოთ Enter-ის ზემოთ ეს დახრილი ის არის, ამას დავაკლიკებთ. აი ესე ჩდება წითლად რა არის მასკში და რა არა. ამ შემთხვევაში მხოლოდ აი ეს მონაკვეთი არის პუბლიკის მასკში. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ აი ესე ამოვშალოთ ეს მონაკვეთი, რომ ბუნებრივად გამოჩნდეს თითქოს ეს პუბლიკი არის, ესე იგი ნაწილი ამოჭრილი უკუნა. დაახლოებით ოკეი. ნუ ვფიქრობ რაც ნაწილი უკვე გამოგვივიდა. სამე ცოტა ხანი ხო. ეს ოკეი. კაი. რაც ეხება ნახეთ ქვედა ნაწილს, ანუ აქ უბრალოდ შესაძლოა არის, რომ ქვედა ნაწილით ჩართოთ, იცით რატომ? ნახეთ, აქ რადგან ჩვენ ამოვჭერეთ ეს ზოლი, კი ბატონო, ამოჭრილი არის, მაგრამ როგორც კი ოდნავ გადაადგილებთ ამ ზოლს, ნახეთ, აი აქ პატარა გამჭრელობა გამოჩნდება. ეს რომ არ გამოჩნდეს, შეგიძლიათ უბრალოდ ნახეთ, ქვემოდან უბრალოდ პროდუქტი რაც დააკოპირეთ, დატოვოთ ჩართულად. ხო, ანუ ეს არის ფაქტიურად ზედა მონაკვეთი. ეს ზედა მონაკვეთი ასე ამოჭრილად და უკან უბრალოდ ბექგრაუნდზე კიდევ ერთი პროდუქტი უბრალოდ არის დგას. ოკეი. ესაც ეხება პროდუქტს. ამ პროდუქტს ჭირდება ჩრდილი, ოკეი? ყველაზე მარტივი გზა ჩრდილის გასაკეთებლად არის უბრალოდ ახალი ლეერის შექმნა. დავაწერ shadow, ანუ ჩრდილს დავაკლიკებ. და ავირჩევ რომელიმე მუქ ეს პატარა ქვიშის ფერს. დავაკლიკებ შემდეგ, ნახეთ, აი პატარა ფუნჯს ავირჩევ, ოღონდ ფუნჯი უნდა იყოს რბილი. და რამდენჯერმე დავაკლიკებ ამ ფუნჯს. შემდეგ გადავიყვან multiply-ზე. ამას ვაკეთებ ნახეთ, იმის რომ ეს ფერები რაც ფონზეა, ისინიც აღიქვას. ამას დავაკონვერტირებ smart object-ად და ტრანსფორმაციით ცოტათი პერსპექტივა შევჭყილდავ. ამით ესე იგი რაც ვთქვი, რომ ნახეთ, ნუ ჩრდილი გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, და ვაკეთებ ცოტათი თქოს პერსპექტივაში არის ეს ჩრდილი დაახლოებით ეს შეჭყილდელივით. დაახლოებით ეს არის ყველაზე მარტივი გზა მეგობრებო ჩრდილის გასაკეთებლად. თუმცა ვფიქრობ, ყველაზე ალბათ გამოსადეგი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს რომ მეგობრებო ეს ყველაზე კარგად მუშაობს ისედაც. ცოტა გამჭირვებლობას დავუწევ და ნახეთ, ცოტა ხანი უბრალოდ დავსკრინავ ახლა ამ sketch-ი იყოს ეს, რომ მე შევადაროთ რა სხვაობა გვექნება. ოკეი, ჩრდილით დავამატოთ. ახლა ფაქტიურად ნახეთ, უკვე ძირითადი დეტალები უკვე გვაქვს განლაგებული, რაც უბრალოდ უნდა შევცვალოთ კომპოზიცია, ცოტა რაღაცები დავაბალანსოთ, დავამატოთ ტექსტი და გადავალოთ ეფექტები, ოკეი? ანუ ძირითადად უკვე გაკეთეთ. შემდეგი რაც გვჭირდება, ვფიქრობ შეგვიძლია აქ დავამატოთ გაიდები. View-ში უბრალოდ დავამატებ გაიდებს და გავაკეთებ guide layouts. ხო. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 16:20-ზე და ვფიქრობ საკმარისი არის. და 10 ამ გაიდებით შეგვიძლია უბრალოდ დაახლოებით ვთქვათ დავსვათ ეს ვიზუალები, რომ მქონდეს თანაბარი დაშორები ყველა კუთხეებიდან მინიმუმ. ლოგოტიპს რაც ეხება, გადავადებ თეთრ overlays. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ოკეი იქნება, იმიტომ რომ ნეიტრალური ფერია თეთრი და ვიცი რომ ეს ბრენდი იყენებს თეთრ ვერსიას. ამიტომ უბრალოდ ამ შემთხვევაში გამოვყენებ თეთრს, იმიტომ რომ უფრო მოუხდება ჩემს ერთ ამ ვიზუალს, უბრალოდ ცოტა ჩავმოქო მე ეს ქვიშა რომ გამოჩნდეს. ამას მოგვიანებით გავაკეთებ. ხო, შემდეგ ესე იგი, რაც გვჭირდება, უნდა დავხვეწოთ ეს დეტალები, რაც უბრალოდ ცოტა. დავამატოთ ჩრდილები, მაგალითად მოდით ამ წრეს დავამატებ ჩრდილს. ჩრდილს დასამატებლად უბრალოდ ვამატებ ახალ layers, ვაწერ shadows და ალბათ შეამჩნევთ რომ ძალიან ბევრ
ფუნჯს ვიყენებ უბრალოდ და ფუნჯით უბრალოდ ვამატებ ჭრილებს. და Alt-ით და ქვედა layer-ში, მაგალითად ეწრეს აი ამ კამერას, მოდი კამერას დავწერე, კამერა. ამ კამერაში უნდა ესე იგი ჩავასხა ეს ჭრილი, ამიტომაც Alt-ით ვაკლიკებ ერთ layer-ს. და უბრალოდ აცი მხოლოდ ამ layer-ში ჩაესხმევა ეს სიმუქე. ოკეი. აცი უბრალოდ ხვდები დაახლოებით რომ ამ კამერის ქვემოდან გვექნება ალბათ ოდნავ ეს ჭრილი. და თვითონ ფუნჯისფერი ავიღე ოდნავ ქვიშის, ვფიქრობ რომ მოუხდება და დავაყენებ multiply-ზე. ასევე შეგვიძლია ოდნავ აი ამ მონოკვეთშიც დავამატოთ, ცოტა აკეთკენ. თუ ძალიან ბევრი მოგვივა, შეგვიძლია უბრალოდ საშლელით ესე კვლავ წავშალოთ, თუ რამე არ მოგვეწონა მაგალითად. მსგავს. და გამჭროლების რეგულირება ასევე ყოველთვის დაგჭირდება ხოლმე. შეგიძლიათ დააკოპიროთ ეს ჭრილი მაგალითად და აქ multiply-ს ნაცვლად სხვა ეფექტიც მოსჭრა, შეიძლება overlay-ზეც ვთქვათ, რაღაც თბილი ეფექტიც მიიღოთ, შეიძლება soft light-ი იყოს ან hard light. მოკლედ შეგიძლიათ დატესტოთ ხოლმე ეს სხვა ჭრილები. დაახლოებით ასე ოკეია, ჩემი აზრით. თვითონ ეს ასხება პროდუქტს, თუმცა ნახეთ ჩვენ გვჭირდება ასევე აი ამ პროდუქტშიც რომ ჩავასხათ ჭრილი. აქაც დავაწერ shadows და უბრალოდ კვლავ იგივეს ვიმეორებ, უბრალოდ ეს გადავადებ ამ სიმუქეს, ას პროდუქტ ფერსად შევარჩევ. ეს შევიყოს. და ვიკლებ multiply-ზე. და აქაც შეგვიძლია ზოგ ჩავამოხდეს მონოკვეთი დაახლოებით ეს. ოკეი, რაღაცა მსგავს. გამჭროლებას აქაც ვარეგულირებთ, ძალიან მკვეთრი ჭრილები არ გვჭირდება, ყოველთვის გამჭროლება უნდა დავარეგულიროთ. თუ გრძნობთ რომ რაღაც შეცვლილი, შეგიძლიათ ხოლმე რომ ასევე ცვალოთ უბრალოდ პროცესში უკვე. და შორიდან შეგიძლიათ ჩაასხათ ეს ჭრილი და აცი ამ ჭრილს ნახეთ რომ რამე უკანა layer-ზეც რო გადავიდეს, ამიტომ უბრალოდ ქვედა პროდუქტს ჩავაკლიკებ. აი ასე. რა ერთი პატარა პიქსელი რო არ ჩანდეს, ნახეთ აი ქვედაზეც რომ იყოს იგივე ჭრილი, უბრალოდ ვაკოპირებ, ანუ Alt-ით და ვაკოპირებ ამ ჭრილს. ოკეი, ესაც ხება ჭრილებს, ჭრილები ფაქტიურად თითქმის მოვრჩით, შეგვიძლია უბრალოდ ამ წაეს ხო, რაც უფრო კამერაზე, ცოტათი კიდევ დავამატოთ შეიძლება აი აქ მაგალითად ალბათ შეიძლება იყოს ძალიან ბევრია ოკეი, ფიქრობ ოკეი არის ჭრილების გარდა ამ ლეიერებზე ასევე ნახეთ ვამატებ ხოლმე და ვაკლიპინგებ მაგალითად lights ხო ანუ სინათლეს და უბრალოდ ვიღებ ღია ტონალობა შეიძლება ის ვთქვათ მოყვითალო ტონალობა ან აკავსი და უბრალოდ ასევე ამ პროდუქტში ვამატებ ხოლმე ასე მსგავს შეიძლება ნორმალზე არ ჩანდეს კარგად მაგრამ მაგალითად ეს ქვედა მონოკვეთზე ჩანს და მაგიტომ აი ზედაზე უნდა დავაკლიკოთ და ნახეთ შეგიძლიათ სხვადასხვა ეს ეფექტი მოსინჯოთ მაგალითად hard light-ი შეიძლება screen-ი იყოს უბრალოდ აქაც გამჭვალებას ეს ვარეგულირებთ ცოტათი რომ ამონათდეს ეს მონოკვეთები ცოტა შეგვიძლია აქაც ფერები დავაკორექტიროთ ოდნავ რა ბლიკივით რომ იყოს ოკეი, ფიქრობ საკმარისი არის. ხო, ნახეთ აი შეიძლება დიდი სხვაობა არ იყოს, მაგრამ აი როცა ვთიშავთ და ვთავ ჩანს ხოლმე რომ უფრო მეტად არის მორგებული აწი ეს ასე ვთქვათ ჩვენს მოფიქრებულ კომპოზიციას. ხო, შემდეგი შეგვიძლია თვითონ ჭრილზეც გავაკეთოთ ჭრილი. ცოტა ჭრილს დავამატებ, ანუ აი ამ ქვიშის მონოკვეთზე, უბრალოდ ავიღებ მაგალითად კუთხეები შეგვიძლია ცოტა ჩავამოქოთ. ასე. ცოტა ქვედა მონოკვეთი შეგვიძლია ასევე ჩავამოქოთ. დაახლოებით ასე და დავაყენოთ multiply-ზე. გამჭრელობას აქაც
ოდნავ დავარეგულირებთ დაახლოებით აი ასე. Plus შეგვიძლია პირიქით მაგალითად სინათლეც დავამატოთ ასევე. ანუ გვაქვს ორი დეტალი, სინათლე და ჩრდილი და შეგვიძლია უბრალოდ ცოტათი ვითამაშოთ ხოლმე ამ ორი დეტალით. შეიძლება იყოს მაგალითად overlay-ზე და გამჭვირვალება დავარეგულიროთ დაახლოებით ეს. Okay. So და აქაც მივეცით ყველაფერს, ვთქვათ მიმართულება მარცხენა მონაკვეთიდან ვიცი რომ აქ უფრო სინათლე მოდის და მარჯვნივ უფრო მეტად ჩრდილები ვითიქნება. ეს რაც ეხება ცოტა გასუფთავებას ჩვენი პროდუქტების. ვფიქრობ რომ ჯერჯერობით ეს საკმარისი არის ჯერჯერობით და შემდეგი დეტალები. ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ ქვიშაზე რაღაცები დავამატოთ და მოდით ვსადოთ ეგ. უბრალოდ აი ამ ქვიშის layers send 1 დავაკოპირებ ხო send 2 და ავწევ ცოტი ქვემოთ ჩამოვიტან და ავწევ ზემოთ. ხო ნახეთ. ქვემოთ ჩამოვიწია რომ უკან იყოს და აწი მე შემიძლია ტრანსფორმაციით გავუკეთო აი ამ ქვიშას Ctrl T, ანუ warp-ი და პირიქით მაგალითად ეს კუთხეები ამოვწი. ხო, რაღაც უკნე კიდევ არის რაღაცა ეს ქვიშის მონაკვეთები, ხო, აი რაღაც ეს შეიძლება იყოს. ეს მონაკვეთი მაინც უფრო მეტად დაიმალება, მაგრამ მინდა რომ ასე ვთქვათ ფენები ვით იყოს ამ ქვიშაზე. ახლობით ეს შეიძლება იყოს. Okay, ხო, აი რაღაც ზიგზაგები ვით გამოვიდეს ფაქტიურად. Okay, ეს უკეთესი არის. ეს არის ვთქვათ send 2. აქ ქონდა ასევე ვარსკვლავები და მოდით ეს ვარსკვლავები ჩავსვათ. ეს არის ესე იგი 1. გვეავთ ხვდებით რას ვიზამ. მოვრგვალება, ცოტა კონტრასტი და შევწიოთ ეს ზოლები შიგნით. ვფიქრობ ამის ერთხელ გამეორება დამჭირდება. უბრალოდ მარტივად შევწევ შიგნით, მოვრგვალება, კონტრასტი. თუ არ იყო, მოდი უბრალოდ select-ით ცოტა შევწევ პიქსელებს. კითხვა ხომ არ გაქვს მეგობრებო? Okay, ამასაც დავაკოპირებ და ჩავსვავთ. ნახეთ, წინა ქვიშის და უკანა აი მონაკვეთის შუაში, ამ ცენტრში აქ ჩავსვა მაგალითად stars. დაახლოებით ესე. ცოტა დიდი ზომის ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ დავაპატარავთ ზომაში, okay? რაღაცა ესეთი იყოს. დაახლოებით ესე. Okay, ეს ერთი სადაც იყოს. კიდევ ერთ დავაპატარავთ და მოდი ეს კი პირიქით აქეთ გენიოს, ხო რაღაც ეს. მოდ დავაპატარავთ ზომაში, უფრო შორს არის. რაღაც ასეთი. ანია გისმენთ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ საინტერესოდ ხსნით და რამდა რომ გკითხოთ ახლა. აი Photoshop-ში ხო კეთდება მსგავსი ელემენტებით და ასეთი შემიძლია უფრო სწრაფად მე ვაკეთებ. ძალიან დიდი ხანია PixArt-ში და რა განსხვავებაა? PixArt-ი ახსენეთ თუ არ ვწდები, ხო? სამწუხაროდ მე ამ ორ პროგრამაში მუშაობ ძირითადად. Procreate-ზეც თორე რაღაცებს ტესტავ ხოლმე iPad-ზე, მაგრამ სამწუხაროდ სხვა პროგრამებს დიდ გამოსვლას არ მაქვს. რა სხვაობა ასე დეტალურად უბრალოდ თქვენ ვერ გეტყვით. ერთი მოსახერხებელია, იმიტომ რომ ტელეფონითაც შესაძლებელია პიქსელთან მუშაობა და Photoshop-ი მგონი ყველა ტელეფონში ვერ მიდის, ხო? ნახეთ, ანუ ტელეფონში სწორედ შეიძლება აქვს კიდევაც მგონი აქვს Adobe-ს პროგრამებს ტელეფონის ვერსიებიც. უბრალოდ სამწუხაროდ ნახეთ, Photoshop-ი არის ისეთი ასე ვთქვათ პროფესიონალური პროგრამა. ანუ ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება დიდ ფორმატის სურათებთან მუშაობა და უბრალოდ ტელეფონი არა პრაქტიკული არის აქტიურად გამოსაყენებლად. ხო. სამწუხაროდ უფრო ნოუთი გვჭირდება ყოველდღიურად. ამიტომაც Photoshop-ს უფრო ვირჩევთ. გასაგებია. და კიდევ რომ მაინტერესებს ახსენეთ თქვენ რომ შეგვიძლია ფიზიკურად დავესწროთ ლექციებს და სად არის შესაძლებელი? სად გაქვთ ფილიალები?
ზედაზანის ორი ნომერი არის დაკილინკავთ სუსტად. მადლობა. პირიქით მადლობა თქვენი კითხვებისთვის. ხო, ესე იგი, ნახეთ, თითქმის შეივსო უკვე ეს ილუსტრაცია, კიდევ ერთ დეტალს დავამატებ, უბრალოდ მინდა რომ კიდევ უფრო მეტად თუ არის შესაძლებელი ესე ამოვანათოთ ეს მონოკვეთი და მოდიყოს ამაზე კვლავ სულ ცოტათი. ოკეი. ეს პატარა სულმანები რჩება. ალბათ ახლა ხვდებით რომ ძირითადი კომპოზიცია ფაქტიურად ანუ სიმეტრია გვაქვს და უბრალოდ ცოტა ბალანსიც, ანუ რაც არის მაგალითად მარცხენა მონოკვეთში, მარჯვნივაც იგივეს რა დეტალს ვაბალანსებთ. თუ ჩემ დიზაინერებს დააკვირდებით, ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა დეტალები კუთხეებში მოვათავსო, რომ სივრცის შეგრძნება შევქმნა, ფაქტიურად ილუზია რომ რაღაც ობიექტი უფრო შორს არის, რაღაც უფრო ახლოს, რაღაც არის ფოკუსში და რაღაც კიდევ, უბრალოდ გარშემო დეტალები არის. თუმცა ახლა უბრალოდ ვცდილობ რომ სიმეტრიული გავხადო ეს ვიზუალი. აწი უკვე როცა ეს ძირითადი დეტალები ასე ვთქვათ განსაზღვრული გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ცოტა პროპორციებიც დავაბალანსოთ. შეგვიძლია ცოტა დავაპატარავოთ ზომაში რაღაცეები, ან ცოტა ჩამოვწიოთ თუნდაც იმიტომ რომ აწი ვიცი რომ ზემოთ ტექსტის განლაგებაც დამჭირდება, ამიტომ ცოტა დაშორებები დაგჭირდება აქაც. ხო, დაახლოებით ესე ოკეია ჩემი აზრით. ხო. იცით რა მგონია რომ ქვიშაც შეგვიძლია სულ ცოტა სულ ოდნავ დავაპატარავოთ. ნახეთ, ამ ყველაფერს აწი ვაკეთებ იმისთვის რომ უბრალოდ მეტი სივრცე მივცე. ნახეთ, ანუ ახლა ასე ვაკვირდებით, ცოტა შეჭეჭყილია ყველაფერი, თუმცა შეგვიძლია მარტივი ამ კორექციით უბრალოდ თლიანად უკვე ეს ჯგუფები ავიღოთ და ოდნავ ეს დავაპატარავოთ და ჩამოვწიოთ ოდნავ ქვემოთ. დაახლოებით ეს. ოკეი. რაც ხება აი ამ პატარა ჭრილებს, რომლებიც ქვიშაზე იყო, უბრალოდ შეგვიძლია გავაკეთოთ ტრანსფორმაცია, გადავწიოთ ერთიც. ეს სინათლე იყო, ამას ერთი კუთხეა უბრალოდ ეს გადმოვწელავთ და იგივე არის აი ზედა ქვიშის მონოკვეთზეც. უბრალოდ ეს ჭრილები რაც გვაქვს, ეს გარშემო გადავწელავთ. და სინათლე უბრალოდ ცოტათი გვერდით წამოწევს. სულ ეს არის პატარა ცვლილება, ხო? ოკეი, ესე იგი, გვაქვს ეგ ეს ვარსკვლავებიც, ამ ვარსკვლავებით შეგვიძლია ასევე ორივე highlight-ით ჩავამატოთ. უბრალოდ ავიღოთ რაც ღია ტონალობა და ოდნავ ესე ჩავასხათ ეს ფერი, ფილტრზე დავტესტოთ, მინდა ცოტათი ოდნავ დამწვარით იყოს, რაც მზის ხივის იმიტაცია გავაკეთოთ, ცოტა დავაკოპიროთ და სხვა ფილტრით დავტესტოთ, ხო, რაღაც კომბინაციებს ეკეთებათ შეიძლება ამ ფილტრებით, რომ მარტო ერთი არ იყოს, ხო? და გამჭვირვალეობა კვლავ ესე დავარეგულიროთ. ეს ერთი, ხო, ცოტა უფრო ღია მონოკვეთი გამოგვივიდა, შეგვიძლია ცოტა ჭრილით დავამატოთ, სულ ცოტა multiply, ხო. საკმარისი არის. ოდნავ იგივეს ვიზამ მეორეზეც. L არის უბრალოდ lights water ხოლმე ასე. სხვანაირად მეზარება ამისთან წერა. დაახლოებით ესე ოკეი იქნება. გამჭვირვალეობა. დავაკოპირებ კვლავ აწი ამ ჭრილს და შეგვიძლია ერთად რომელზე ხვალ ცოტა შეიძლება overlay-ზე იყოს მაგით. ოკეი. ოკეი არის და აქაც შეგვიძლია ჭრილიც ასევე ცოტა დავამატოთ. ეს უკვე ძალიან წვრილმანები. თუმცა ეს რა თქმა უნდა წვრილმანები არის, მაგრამ რეალობაში ამ წვრილმანებს ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამ წვრილმანებისგან შედგება მთლიანი კომპოზიცია. ოკეი, ეს ჩვენი ვარსკვლავი, ჩასმული არის. ოკეი, კიდევ ერთ-ორ დეტალსაც შემოვიდან. ან ფაქტიურად ყველა დეტალი შემოდანილი არის, აი ეს ორი დეტალი გაგჭირდება. ერთი არის აი ეს ნიჟარა და ვარსკვლავი. ამასაც უბრალოდ სწრაფად მოვნიშნავ. ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოთი. კიდევ ერთხელ ვცადოთ. და ნახეთ, ირჩევს ასევე ობიექტებს, ანუ ეს ხელოვნური ინტელექტი შეგიძლიათ პირდაპირ მოვნიშნოთ ცალ-ცალკე ეს ობიექტებიც ამის საშუალებაც უკვე გვაქვს. Control C და პირდაპირ აქ ჩავაკოპირებ ამას, არის shell
plus star დავაკონვერტირებ და ზომაში ასევე შევცვლი. აღარ უნდა იყოს ქვიშის ზემოთ. Okay, დაახლოებით ესე. Okay. ქვემოთ broad stils დავუმატებ ასევე, რაც ეს სტილი okay იქნება. Okay, multiply და ოდნავ გავუწიოთ დამჭირვებელს. დაახლოებით ეს. დაახლოებით ესე. დავჯგუფოთ, start და ბოლო რაც ასე ვთქვათ ელემენტები არის, ეს ფინალური არის ელემენტი, არის, ну, აი ეს პატრა თოლია, თოლების დამატება შეგვიძლია. ერთით საკმარისი იქნება, ამას უბრალოდ ამოვჭი და ჩავსვათ. ნახოთ როგორი გამოვა. ავაკოპირებთ. მგონია შეიძლება აღარ მახსოვს. ავაკონვერტიროთ და ჩავსვათ პირდაპირ, იმიტომ რომ წესით ახლა აქ მაინც ლურჯი ფონი აქვს და დიახ არც გამოჩნდება ეს ელემენტი, უბრალოდ პატარა დეკორაციას ავიტარავ უფრო მეტად. უბრალოდ დავაკოპირებ კიდევ ერთ წალს, დავაპატარავოთ და ოდნავ შევცვალოთ მიმართულება ხოც და ნახაც დავამგვანოთ. Okay, ეს ორი. ნახეთ, აცი, მე არ მინდა რომ ეს დიად იყოს ფოკუსში. არც ახლა არ არის, მაგრამ შეგვიძლია ცოტა ბლარის ეფექტი დავამატოთ, ცოტა უფრო ბუნდოვანი რომ გავხაროთ. შევდივართ ფილტრში, ბლარ და ვადებთ გავშენ ბლარს. ოღონდ ძალიან ცოტას, ალბათ 1 ცალი, 1 პიქსელით საკმარისი არის და ამ ეფექტს პირდაპირ ვაკოპირებ ავდით აი ამ მეორე ლეიერზე. Okay, ეს არის ეს single რუკერს დავადებთ, რომ გამარჩიო. და ხო, ათი ჯგუფი შეგვიძლია ასე გადავარგილოთ, თუ დაგჭირდა. თუ გვჭირდება გადაადგილება. ესე იგი, ბოლო ალბათ დეტალი უკვე რაც აქ ჭირდება, რაც აკლია ჩვენს დიზაინს, ეს არის უკვე ტექსტის ასე ვთქვათ ელემენტი. თორე შეგვიძლია გავასწროთ ეს ელემენტი ბოლომდე. და მოდით დავწეროთ უკვე ტექსტიც. ტექსტი იყოს შემდეგი. დამცავი. ძალა საფულისთვის. Okay. და ფერს ვირჩევ თეთრს, იმიტომ რომ დიდად თეთრი ყველაზე სუფთა ფერი არის და ყველაზე კონტრასტული ფერიც არის და ვფიქრობ აქ შედეგს ვიღებთ ხოლმე თეთრი ფერი. ხო, ეს ეცხება ამ ჩვენ ტექსტს, თუმცა ნახეთ, ასევე ახალი ფუნქცია დაემატა ახალი Photoshop-ის ვერსიებს და ეს ხელსაყრელ dynamic text და შეგიძლიათ ეს ორი ტექსტი უბრალოდ ერთ სიგანეზე დატესტოთ. საკმაოდ გამოსადეგი ხელსაყრელი არის. ხო, შემდეგი ესე იგი აცი უბრალოდ ცოტა უფრო მოძრავი და მოქნილი რო იყოს ვიზუალი შეგვიძლია დავაკონვერტიროთ ეს ტექსტი smart object-ად და ტრანსფორმაციით დავაკლიკოთ მარჯვენა ღილაკით და ოდნავ პერსპექტივით ავუწიოთ ცოტა ეს ზემოთ. დაახლოებით ეს. ოდნავ. უფრო მოძრაობაში მოყოს ეს ვიზუალი და ოდნავ შეიძლება მარცხნი გავუწიოთ, იმიტომ რომ აზრი ისეთ შანსს თქოს ცოტა უფრო მარჯვნივ აქვს. ბარბარე, რაღაც კითხვა გაქვს თუ არ ვწდები? ტექსტი რომ უნდა დავწეროთ, მაშინ რა ღილაკს უნდა დავაჭიროთ? ტექსტის დასაწერად, აი კითხვა არის, მადლობა. ტექსტის დასაწერად ჩვენ პირდაპირ ვაკლიკებთ ღილაკს, text tool-ი არის, type tool-ი უბრალოდ. და უნდა აერჩიოთ აქ 4 ცალია, უნდა აერჩიოთ horizontal type tool-ი. ესით მაგას აერჩევს თავიდანვე და უბრალოდ აკლიკებ ახალ layers და აკლიკებ ერთხელ ტექსტს. ერთხელ აკლიკებ და შეგიძლია პირდაპირ უკვე ასე ვთქვათ შეიყვანო ეს ტექსტი. რაც ნიმუში ტექსტი გამოჩნდება და უბრალოდ ჩაწერა რაც საჭირო არის. დიდი მადლობა. არაფრის. Okay, ესაც ეხება, ესე იგი ჩვენი ტექსტის შექმნა, სულათი მოძრაობაც ასე ვთქვათ დავამატეთ ჩვენს ვიზუალზე. შემდეგი ესე იგი რის გაკეთებაც შეიძლება ნახეთ სივრცის შესაქმნელად ცოტა შეგვიძლია დავბლაროთ ზოგიერთი ეს ხე, აი ამას უბრალოდ გავუკეთებ blurs, გავუშენ blurs
უფრო მეტი გვჭირდება ამ შემთხვევაში შეიძლება 9-ც კი იყოს. ნახეთ, დიად არ ჩანს, მაგრამ არც აუცილებელი, იმიტომ რომ როცა რეალურად ობიექტი არ არის ფოკუსში, შეიძლება სადაც ბლარში იყოს. ვფიქრობ, რომ ესეც დაახლოებით მასეთ შედეგს გვიტოვებს. ცოტა უფრო ნაკლებ ბლარს გადავადებ აი ამ მარცხენა ობიექტზე, უბრალოდ დავუწევ 9-დან, მაგალითად შეიძლება იყოს 5-მდე, ან მოდის 3 იყოს და ოკეი. რაღაც ესეთი. ოკეი, ფაქტიურად ახლა ყველაფერი განლაგებული არის სწორად, პროპორციებიც და ტექსტიც. ერთადერთი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, უკვე ეფექტების გადადება არის და ასევე შეგვიძლია ეს ქვიშა, რაც ქვემოთ გვაქვს, ცოტა ჩავამოქოთ, იმისთვის რომ ტექსტი ლოგოტიპი უფრო კითხვადი იყოს. ოკეი, ამის ვაკეთებ უბრალოდ, ესე იგი, ლოგო და ტექსტი მინდა რომ ორივე იყოს მაქსიმალურად ზემოთ. ვფიქრობ, ხეებიც შეგვიძლია რომ ქვემოთ იყოს და ეს ტექსტი ზემოთ ავწიოთ, სწორად ხო, ტექსტი ზემოთ არის და ნახეთ, აი 3 არის ვიზუალის ბოლო ნაწილი, ანუ ზემოთ არის ტექსტი და ლოგო. ეს ორი უნდა იყოს ზემოთ მაქსიმალურად, რომ კითხვადი იყოს. არანაირი ტექსტურების გადადება არ გვჭირდება ამ ორზე. თუმცა, აი ამ ხეების ზემოდან უკვე შეგვიძლია შევქმნათ ახალი ლეერი, დავუჯგუფოთ და ეფექტი დავაწეროთ. უბრალოდ F-ს დავაწერთ. აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავადოთ ეფექტები. ხო, მაგალითად solid color-ი, უბრალოდ ეს არის ფერი. შეგიძლიათ უბრალოდ ფუნჯითაც დახატოთ, უბრალოდ solid color-ს დახატავთ და soft brush-ით შეგიძლიათ აი ესეთი მიმართულება მისცეთ. აი ამ ზოლებს ეს არის ყველაზე მარტივი გზა, მეგობრებო, უფრო რთულიც არსებობს. შეგიძლიათ პირდაპირ მაგალითად მზის სხივებიც კი მოიძიოთ წერილად და გადმოწეროთ ინტერნეტიდან. პირდაპირ უკვე გამზადებული, ასე ვთქვათ, ვიზუალები, ოკეი? ამ შემთხვევაში მე უბრალოდ წავშლი რაღაცა მონაკვეთს და დაახლოებით მსგავს ეფექტს მივიღებ, ოკეი? შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ ჩემთვის ახლა ეს საკმარისი არის. რაღაცა აი ასეთ შეიძლება იყოს და ამას უბრალოდ დავაყენებ შემდეგ სკრინზე და გამჭოლეობას დავუწევთ. ოკეი, რაღაცა მსგავსი. ოკეი, ხო. ეს ერთი ლეერი არის, ესაც ხება უბრალოდ ცოტათი სინათლეს. იგივე ზაკეთება შეგვიძლია ჭრილებით, მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეფექტებში exposure-ი და უბრალოდ ამ exposures დავუწევთ ცოტათი დაახლოებით მოდი იყოს 0.30-მდე და კлау ფუნჯით, რბილი ფუნჯით აწი უკვე ზედა მონაკვეთში პირიქით. ნახეთ, პირიქით წაშლით ამ მონაკვეთს და უფრო გაღიავდება ეს მონაკვეთი. შეგიძლიათ ასევე ცოტა ესეთი ზოლებივით გააკეთოთ. ან უბრალოდ ხო აი ცოტა მოვნიშნოთ ეს მონაკვეთი, ხო რაღაცა ეს რომ იყოს, ქვემოთ რომ ოდნავ უფრო ჭრილები იყოს რა. აქ ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივი ნამდვილად არ არის, მაგრამ სოციმედია ვიზუალებში არ აუცილებელი ყველაფერი მაქსიმალურად რეალისტური იყოს, თავარი იყოს დამაჯერებელი და სუფთა. ოკეი, ეს არის ორი ძირითადი მოთხოვნა. ოკეი, ესაც ეხება exposures. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ცალკე ქვემოთ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ეს exposure-ი. ცოტათი კიდევ ჩავამოქოთ დაახლოებით აი ასე. ოთაცი უკვე ცენტრში დავსვათ აი ეს ფუნჯის წერტილი, საკმაოდ დიდი ფუნჯის მონაკვეთი. აი ასე. დაახლოებით აი ასე. და ზედა მონაკვეთს ერთად წავშლით. ნახეთ, აი უბრალოდ ქვედა მონაკვეთი ჩავაყენებ ფაქტიურად, ნახეთ, აი სადაც ლოგოტიპი არის, აი ეს მონაკვეთი შეიცვალა მხოლოდ. ზემოდან გადავადეთ ესე იგი აი ეს highlight-ივით და ასევე პატარა ჭრილივით. და ვფიქრობ, აქ კიდევ აი ბოლო, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის noise-ის დამატება. მაგალითად, ვაწერთ უბრალოდ noise. უბრალოდ, solid color-ით ვიწყებთ. noise-ი არის ესე იგი უბრალოდ პატარა ხო, noise შეგიძლიათ მოიძიოთ რაც არის. ესეთი ტექსტურასავით არის. რომელიც ეფექტზე ეთება შეგვიძლია ჩვენ Photoshop-ში ან გადმოწეროთ. ამ ყველაფრის გადმოწერა შეიძლება უბრალოდ მეჯეჯობით უბრალოდ აქვე ვწდი ამის გაკეთებას. ესე იგი, უბრალოდ solid colors შევქმნით თეთრ ფერს. შემდეგ ეფექტ შევდივართ და ვამატებთ noise, add noise, convert smart object. მონოქრომული უნდა იყოს მონიშნული, ცოტათი გავზარდოთ
აი ეს noise რაოდენობა, ანუ K25 იყოს. შემდეგ noise დავწერთ ამას. შემდეგ ამას ვუკეთებთ blurs, Gaussian blurs. ოღონდ იყოს 0.3. რაც ვაკვირდებ ეს ყველაზე კარგად მუშაობს. გადავყავს multiply-ზე და გამჭოლებას უდევთ 10%-მდე, okay? ძალიან უმნიშვნელოდ, ანუ იმიტომ რომ შემდეგ ძალიან მკვეთრი გამოდის. შეიძლება 0.4-იც კი okay იყოს სხვა შორის, ხო? უბრალოდ რომ რაღაცა ტექსტურა ქონდეს და მარტო მშრალი ყელი ფერები არ იყოს. ხო, ეს რაც ეხება ეფექტებს, ვფიქრობ შეგვიძლია ასევე სულოდნავ hue saturation დავარეგულიროთ და ოდნავ სიმკვეთრეს დავუწიოთ. მაგათ სულ ცოტათი, okay, რომ ყველაფერი უფრო ერთ ფერში იყოს, მოდი იყოს -10. ეს მაგათ ცოტა უფრო მკვეთრ ფერებს ჩააქრობს. და ხო შეგვიძლია პირიქით ნახეთ, აწი უკვე იმის რომ უფრო ერთიანი იყოს ვიზუალი, უბრალოდ გადავადოთ ზემოდან ასევე ესეთი მოყვითალო ტონალობა დავაყენოთ მაგალითად soft light-ზე და გამჭოლებას დავუწიოთ. აწი უფრო ნახეთ, აი უფრო ერთიანი ტონალობები გამოდის ამით. 1-30% ჩემს საკმარისია სრულიად. და ხო, ბოლო შტრიხი ამას უკვე ნახეთ გადმოვწერე ინტერნეტიდან, FreePic-დან. შეგვიძლია მაგალითად იყოს sun sparkles, აბა ნახოთ. ზოგჯერ იცრა, ეცეთ sun dust. აი დეში ხო, აი ეს გჭირდება, კი ბატონო, აი ეს ეფექტი შეგვიძლია ვცადოთ, აი ეს მზის რაღაც პატარა შეგვიძლია ამას ეფექტებივით, ძალიან ხდება ხოლმე ვიზუალ. შეგვიძლია ესეც გადმოვწეროთ. ხო, აშკარა შედეგი, ხო? და პირდაპირ გადავადოთ ჩვენ სურათს. ვფიქრობ, აი ეს უფრო ლოგიკური არის, გავზრდოთ Soma-ში და დავაყენოთ ასევე ხო, ვფიქრობ soft light-ზე. Screen-ზე ძალიან მკვეთრია, უფრო soft light-ზე კიდევ შეიძლება და გამჭოლებას აქაც დავუწევთ. ხო, აი რაღაც 50-50-მდე okay იქნება. ხო. ეს არის რაც გვჭირდება. და ხოლმე ასე. ამ პალმის ხეს უბრალოდ აი ამ ტონალობას აურჩევ და ჩავაკლიპინგებ, რომ ოდნავ უფრო ეს სილუეტი ჩამოხდეს. ასევე multiply-ზე დავაყენებ და ხოლმე ეს. ოდნავ ეს შეიძლება იყოს. Okay, მეგობრებო, ახლა ნახეთ, აქტიურად მოვჭით, ჩვენ უკვე დავადეთ საკმაოდ ბევრი ეფექტი, საკმაოდ ბევრი არის ამათაც effect colors დავაწერ, ანუ გვაქვს ნახეთ, background-ი, გვაქვს აი ეს ქვიშის უკანა ნაწილი, ზედა ნაწილი, აი ეს ვარსკვლავების ნაწილი და ქვიშა, ეს პატარა ფილმანი, ეს კოლიები, გვაქვს პროდუქტი, ეს ფონზე ხის ნაწილი, გვაქვს ასევე ორი სხვა ეფექტი, ტექსტი და ლოგოტიპი. ეს არის მეგობრებო ყველა ელემენტი, ყველა ის გრაფიკული ელემენტი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ლექციის დასაწყისში, რომლის დამუშავებაც, როგორც ახლა ხედავთ, ასე გვჭირდება ხოლმე. საკმაოდ დეტალურად დავამუშავე ყველაფერი, ზოგჯერ ამდენი დამუშავება არ ჭირდება, უბრალოდ ხოცავი რომ ცოტა უფრო საინტერესო ვიზუალი ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ და კიდევ დავამუშავოთ სურათები უსასრულობამდე, თუმცა ეს არის ყველა შემთხვევაში საკმარისად მეტიც კი. ხო. ვფიქრობ, რომ ეს უკვე სულად საკმარისია, ოდნავ როდესაც წავშლი უნდა პერსკლებს აი მონოკვეთიდან, ცოტა ბევრი გამოვიდა. და ხოლმე ეს. Okay. ხო, აი ხარაცა ესტი. და კიდევ ერთხელ რომ შეადაროთ, როგორი იყო მონახაზი ეფექტების და ამ წვიმანების გარეშე, ნახეთ, ეს იყო უბრალოდ შემოდანილი, რომ ამით დავიწყეთ. და აი ამ შედეგზე მივგავედით.